კლდეზე ცოცვა ისე არ კლავს, როგორც შეიძლება გეგონა. ის არიღებს უგუნურებს, ის არიღებს იმ კაცებს, რომლებიც გზას ამოკლებენ, ვარჯიშს სტოვებენ, ან არიციან რას აკეთებენ. ის საუკეთესოს იღებს. ლეგენდისგან, რომელიც 23 წლის განმავლობაში ცოცვისას, ერთხელაც არ დაცემულა იმ კლდეზე მთამსვლელის ბოლო ისტორიამდე, რომელიც ყველაზე მოულოდნელი და შემზარავი გზით დაიღუპა. 5 კაცი. მათ ერთობლივად უფრო მეტი გამოცდილება ჰქონდათ ვერტიკალურ კლდეზე, ვიდრე უმეტეს ქვეყნებში ერთი თაობის განმავლობაში გროვდება. მათგან თითოეული დაიღუპა იმ საქმის კეთებისას, რაც 10,000 ჯერ ჰქონდა გაკეთებული. მაგრამ ერთად ისინი კლდეზე ცოცვის ისტორიაში 5 ყველაზე ტრაგიკულ დაღუპვად იქცნენ. მომდევნო 2 საათში ზუსტად ნახავთ როგორ ხდება ეს. სკამი მოიჩოჩეთ. 2009 წლის 5 ივლისი, დაიკ ვოლი, კალიფორნია. ის მარტო ადის მზით გათბილ გრანიტზე. არც თოკი, არც უსაფრთხოების ხვედი, მხოლოდ საცოცი ფეხსაცმელი, ცარცით დაფარული ხელები და 30 წლიანი გამოცდილება, ზუსტად იცის რას შეუძლია მისი სხეული. მის წინ არსებული მარშრუტი მხოლოდ გასახურებელია, სულ რაღაც 80 ფუტი. ესეთი ტიპის ცოცვა მისგან თითქმის არაფერს მოითხოვს. მისი მარცხენა ხელი ეწევა იმ ჩასაჭიც, რომელსაც უკვე 100 ჯერ შეხებია. ეს მოხდა ჯონ ბახარის ბოლო წუთებში. მოგესალმებით უკიდურეს ზღვარზე. როდესაც ჯონ ბახარი მხოლოდ 17 წლის იყო, მან გადაწყვიტა გამხდარიყო მსოფლიოს საუკეთესო კლდეზე მთამსვლელი. თქვენ ალბათ მას შეშლილს უწოდებდით. მან სკოლა მიატოვა და 1975 წელს იოსემიტის ველზე წითელი Volkswagen-ის მიკროავტობუსით ჩავიდა. თან ჰქონდა კლდეზე ცოცვის ფეხსაცმელები, ალტო საქსოფონი და სხეული, რომელიც თითქოს სპეციალურად იყო შექმნილი ვერტიკალური კლდისთვის. ცოცვა მისი არსებობის მთავარი მიზანი იყო. მას სხვა არაფერში არ ჰქონდა ინტერესი. მისი მოზარდობის წლებში მან სან ფერნანდოს ველზე ქვიშაქვის ბულდერინგის ადგილი აღმოაჩინა, რომელსაც Stony Point ეწოდებოდა. და ეს იყო ყველაფრის დასასრული. ადგილობრივმა მთამსვლელმა გაიხსენა, როგორ ნახა მოზარდი ჯონი კლდეზე და ასე თქვა. როცა მე დავიწყე ცოცვა, ბახარი უკვე აქ იყო. ის სკოლაში სწავლობდა, ის უკვე ყველას სჯობდა. ის იყო ნელი, ზუსტი, სრულყოფილი. იოსემიტში ის შეუერთდა ახალგაზრდა, ნიჭიერი მთამსვლელების თავისუფალ ჯგუფს, რომლებმაც ეს ველი თავიანთ სახლად აქციეს და ცოცვა მათ თვისაქვიათებად იქცა. მათ Stone Masters-ებს ეძახდნენ და ცხოვრობდნენ ფურგონებსა და კარვებში ბანაკში, რომელსაც Camp 4 ერქვა. ხანდახან რამდენიმე თვე უწყვეტად, ყოველ დღე ცოცავდნენ. ისინი თავიდან წერდნენ იმას, რაც სპორტში შესაძლებელი იყო და ეს კარგად იცოდნენ. იმის გასაგებად, რა მოკლა ჯონ ბახარი, ჯერ უნდა გაიგო ის სამყარო, რომელზეც მან მთელი ცხოვრება ააგო. დიახ, 1950-იანებისა და 1960-იანების უმეტეს ნაწილში, დიდი კედლის მიზანი უბრალოდ იყო, ნებისმიერ ფასად მისულიყავი მწვერვალზე. თამსვლელები იყენებდნენ ლითონის ლურსმნებს, რომლებიც ბზარებში ჩაარჩეს და მათზე დგებოდნენ. ისინი იყენებდნენ თოკის მარუჟებს, რათა თავი ზემოთ აეციათ. კლდე იყო პრობლემა, რომელიც აღჭურვილობით უნდა გადაეჯრათ. არავინ განსაკუთრებით არ ღელავდა, როგორ გამოიყურებოდა ეს. ქვის ოსტატებმა ეს შეცვალეს. მათი ფილოსოფია ერთდროულად მარტივი და რადიკალური იყო. ქვაზე გამოიყენენ მხოლოდ ხელები და ფეხები, არანაირი დამხმარე საშუალება, არანაირი აღჭურვილობაზე ამოცევა. თუ შენს ძალაზე ვერ ადიოდი, ჯერ მზად არ იყავი მისთვის. ამას თავისუფალ ცოცვას ეძახდნენ და ისეთ სიმაღლეებზე ავიდნენ, სადაც მანამდე არავინ ყოფილა. 1975 წელს ჯონმა და სხვა ქვის ოსტატების ჯგუფმა პირველად თავისუფლად აიარეს ასტრომენის მარშრუტი ვაშინგტონის აღმოსავლეთ ფერდობზე. კოლონა, საშინლად რთული კედელი, სავსე მონაკვეთებით, რომლებსაც საუკეთესო მთამსვლელები მხოლოდ დამხმარე საშუალებებით გადიოდნენ. მათ მარშრუტი მთლიანად საკუთარი ძალებით აიარეს. ეს გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ასვლა ამერიკული კლდეზე, ცოცვის ისტორიაში და დააწესა ახალი სტანდარტი იმისა, თუ რას შეძლებდა ადამიანის სხეული ვერტიკალურ კლდეზე. მაგრამ იმ ჯგუფშიც კი ჯონი გამორჩეული იყო. სხვა ადამიანები მხოლოდ ცოცვაზე იყვნენ კონცენტრირებულნი, ჯონი კი ვარჯიშსაც ეწეოდა. ის ამაზე ისე იყო შეპყრობილი, როგორც ცოცვაში მანამდე არავინ ყოფილა. ის ყლაპავდა წიგნებს კვებაზე და ადამიანის სხეულზე, როგორ მუშაობს კუნთები, როგორ განივითაროს ხელის ძალა, როგორ აღიდგინოს თავი სწრაფად, ყველაფერს ამაზე. ის სწავლობდა საბრძოლო ხელოვნების ოსტატებს, მაგალითად, ბრიუს ლის, ძალის განვითარებას სერიოზულად ეკიდებოდა. მის ბანაკში, ბანაკ 4-ში, ყველაფერი სავსე იყო წონებით, დაკიდებული კიბეებით და ტურნიკებით. სხვა მთამსვლელები უბრალოდ მოდიოდნენ მის სანახავად, როგორ ვარჯიშობდა, ისე როგორც შენ შეიძლება გაჩერდე და უყურო რაღაცას, რაც არასდროს გინახავს და ვერ ხსნი. სრაფად ასასვლელად, მან გამოიგონა სავარჯიშო მოწყობილობა, რომელიც ბახარის კიბედ გახდა ცნობილი.
ეს არის გადახრილი თოკის კიბე, დაახლოებით 18 ფუტის სიგრძის, ხის საფეხურებით, რომელზეც შეგიძლია ხელებით აძვრე ისე, რომ ფეხები საერთოდ არ გამოიყენო. მარტივად ჟღერს, მაგრამ ასე არ არის. დღეს ამ კონცეფციის რაღაც ვერსია თითქმის ყველა კლდეზე ცოცვის დარბაზში არსებობს დედამიწაზე. ჯონმა ორიგინალი ააშენა კემპ-4-ში ხეებს შორის 1970-იან წლებში. მისი საუკეთესო ფორმის დროს ის აკეთებდა ცალხელა აზიდვას, როცა თავისუფალ ხელში 12.5 ფუნტის ჰანტელი ეჭირა და ორ ხელა აზიდვას წელზე დამაგრებული 100 ფუნტზე მეტი წონით, როგორც რეგულარული ვარჯიშის ნაწილი. ჯონი ყველაფერს ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ნებისმიერ მარშრუტზე იმდენად ძლიერი ყოფილიყო, რომ ჩამოვარდნა გამორიცხული ყოფილიყო. არა უბრალოდ იშვიათი, ან ნაკლებად სავარაუდო, არამედ უბრალოდ შეუძლებელი. მაგრამ კიდევ ერთი მიზეზი იყო, რატომაც ბახარი სრულყოფილებაზე იყო შეპყრობილი. Stone Mastersy თავისუფალწვის მიმდევრები იყვნენ, რომლებიც კლდეზე მხოლოდ ხელებსა და ფეხებს იყენებდნენ, ხოლო ასვისას სოქს აღჭურვილობაში აბამდნენ, რომ დაცემის შემთხვევაში დაეჭირათ. ეს უკვე იმ ეპოქისთვის თამამად და პროგრესულად ითვლებოდა. ჯონმა კიდევ უფრო შორს წავიდა. მან თოკი მთლიანად მოაშორა. ამგვარად ცოცვას, როცა არ გამოიყენება თოკი, აღჭურვილობა და არანაირი დაცვა pre-solo ეწოდება. ჯონმა ეს არ გამოიგონა, მაგრამ ის იყო პირველი, ვინც ამას მუდმივად და მეთოდურად აკეთებდა. ისეთ სირთულის კედლებზე, რომ მთელ ცოცვის სამყაროს ხმა ჩაუვარდა. 1976 წელს 19 წლის ასაკში მან გადაწყვიტა შეეტაკებინა 400 ფუტიანი გრანიტის კედელი, რომელსაც New Dimensions-ი ეწოდება. ეს მარშრუტი შეფასებული იყო 5/11-ია, რაც იმ დროისთვის ყველაზე რთული კატეგორია იყო. და ჯონმა გადაწყვიტა ეს კედელი თოკის გარეშე აევლო. მან შეძლო. ბევრი მთამსვლელისთვის ეს ალბათ მათი კარიერის მთავარი მიღწევა იქნებოდა. ჯონისთვის ეს უბრალოდ დასაწყისი იყო. 1969 წელს მან იოსემიტში სამფიჩიანი გრანიტის მარშრუტი, სახელად ნაბისკოს კედელი, დაძლია. ეს მას აიძულებდა, რომ თითქმის 1000 ფუტის სიმაღლის ვერტიკალური კლდე თოკის გარეშე აევლო იმ მონაკვეთებში, სადაც ელიტარული მთამსვლებიც კი სრულ აღჭურვილობაში ძლივს ასრულებდნენ. და მან ეს სუფთად გააკეთა. შემდეგ მან ყურადღება გაამახვილა მარშრუტზე, რომელსაც მორატორიუმი ეწოდება. ეს იყო იოსემიტის გრანიტის 500 ვერტიკალური ფუტი. ეს განსხვავდებოდა მისი წინამცდელობებისგან. მან გადაწყვიტა თავისუფალი სოლო ასვლა, მიუხედავად იმისა, რომ იქამდე არასდროს ჰქონდა ეს მარშრუტი ავლილი. ცოცვაში ამას ეწოდება on-site solo და ეს ითვლება ყველაზე საშიშ რამედ, რასაც ადამიანი შეიძლება ნებაყოფლობით გააკეთოს კლდეზე. ზევით ასვლისას ის სრულად ვერ აკონტროლებდა სიტუაციას. ყოველი მოძრაობა მის შესაძლებლობებს ამოწმებდა. მან შეძლო მწვერვალზე ასვლა და ჩამოსვლაც, მაგრამ იმ სუფთა კმაყოფილების ნაცვლად, რასაც ცოცვის შემდეგ გრძნობდა, მან რაღაც სხვა იგრძნო. მან შემდეგ ასე აღწერა: მწვერვალზე თავი ცარიელ ნაჭუჭად ვიგრძენი, თითქოს ისეთი რამ გამივიდა, რაც არ უნდა გამსლოდა. ეს გრძნობა იმას ნიშნავდა, რომ იღბალი იყო ფაქტორი, ხოლო ჯონ ბახარის ფილოსოფიაში იღალი მიუღებელი იყო. იღბალი ნიშნავდა, რომ მისა და მიწას შორის ზღვარი იმდენად შემცირდა, რომ ამას ბოლომდე ვერ აკონტროლებდა. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ამ მომენტიდან მხოლოდ იმ მარშრუტებს ავიდოდა თავისუფალი სოლოთი, რომლებიც თოკით იმდენჯერ ჰქონდა გავლილი, რომ თითოეული მოძრაობა აბსოლუტური სიზუსტით სწოდნოდა. სოლო თვითონ იქნებოდა ოსტატობის სუფთა შესრულება. სტანდარტი იყო კონტროლი და არა გადარჩენა. ეს იყო მისი ცოცვის ფილოსოფია და ამან შექმნა რეკორდი, რომელიც სპორტში მანამდე არ არსებობდა. ჯონმა დაიპყრო მარშრუტები, რომლებსაც ყველაზე სერიოზული მთამსვლებიც კი თოკით ვერ ადიოდნენ. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მან დაახლოებით 1.5 ფუტი კლდე აიარა ყოველგვარი დაცვის გარეშე. ეს იგივეა, რაც უისტონიდან ევერესტის მწვერვალამდე ასვლა 50-ზე მეტჯერ და არც ერთხელ არ ჩაება რაიმეში. ჯონი ამას თავის გამოსაჩენად ან ამპარტავნებით არ აკეთებდა. მისთვის თოკის გარეშე ცოცვა უკიდურესი არ იყო, ეს უბრალოდ გულწრფელობა იყო. ეს იყო ადამიანები, რომლებიც სამყაროში მოძრაობდნენ და სრულად პასუხს აგებდნენ თითოეულ გადაწყვეტილებაზე, როგორც ბუნებას სურდა. მისი სიტყვებით, ყველა თოკის გარეშე ცოცავს. როცა მაღაზიაში მიდიხარ, შენს თოკის გარეშე ცოცავ. ეს უბრალოდ მარშრუტის სირთულის საკითხია. და ჯონმა უნდოდა, რომ მსოფლიო ამას მიხვედრილიყო. 1991 წელს მან გამოაქვეყნა განცხადება იოსემიტის მთამსვლელებში და დაფირდა $10,000 ჯილდოს ყველას, ვინც შეძლებდა მასთან ერთად ერთი სრული დღე უშესაკრავად ასვას. უბრალოდ დაეწიე მას იმ კლდეზე, რომელსაც აირჩევდა და წაიღე $10,000. არავინ დათანხმდა ამ შემოთავაზებას. სოფლიოს საუკეთესო მთამსვლელები, მამაკაცები და ქალები, რომლებიც ყოველდღე მასთან ერთად ვარჯიშობდნენ და ზუსტად იცოდნენ, ვისი გაკეთებაც შეეძლო, მის შემოთავაზებას შეხედეს და არაფერი უთქვამთ. ამ სიჩუმემ ყველაფერი თქვა. ჯონ ბეიკერი გახდა ის, რაც სპორტში აქამდე არავის ენახა და რისთვისაც ჯერ სიტყვაც არ ჰქონდათ მოფიქრებული.
1980-იანი წლების შუა პერიოდში ჯონ ბეიკერი მსოფლიო მასშტაბით ცნობილი გახდა ისე, როგორც არც ერთი მთავრსველი აქამდე. ის მარტო გადიოდა სასიკვდილო მარშრუტებს, პირდაპირ ეთერში სატელევიზიო რეკლამებში, მონაწილეობდა გადარჩენის თამაშებში და იმარჯვებდა. ჟურნალმა Rolling Stone-მა მასზე სტატია გამოაქვეყნა იმ დროს, როცა კლდეზე ცოცვა მათ ყდაზე არასდროს გამოჩენილა. ის გახდა სპორტის სახე, რომლის შესახებაც ამერიკელების უმეტესობას არც კი სმენოდა და კამერაზე აკეთებდა ისეთ რაღაცებს, რის დაჯერებაც ამერიკელების უმეტესობას არ შეეძლო. მსოფლიოს უყვარდა იგი. არც ერთი მარშრუტი და არც ერთი მთა ვერ აჩერებდა მას. დედამიწაზე არც ერთი მთა-მსველი არც კი ეცდებოდა. ნევადის გზას უნდა გაეკეთებინა ის, რაც 30 წლიანმა კლდეზე ცოცვამ ვერ შეძლო. 2006 წლის 13 აგვისტოს ჯონ ბეიკერი მანქანაში იჯდა და სახლში ბრუნდებოდა Salt Lake City-ში გამართული გამოფენიდან. იმ დროისთვის ჯონი 49 წლის იყო. ის ისევ კლდეზე ცოცავდა, მაგრამ ის ბევრად მეტი იყო. მას ჰქონდა წარმატებული ბიზნესი, პატარა ვაჟი, სახელად ტაირუსი და ცხოვრება, რომელიც ბევრად სცილდებოდა იმ დრეებს, როცა წითელი Volkswagen-ის მიკროავტობუსით ჩამოვიდა. მის გვერდით სავარძელში იჯდა Steve Carapa, მისი ბიზნეს პარტნიორი და ძვირფასი მეგობარი. მანქანაში იყო მისი შეყვარებული ანასტასია, ასევე. ეს სახლში ჩვეულებრივი მოსაწყენი მგზავრობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნევადის შტატის საზღვართან მათი მანქანა გზიდან გადავიდა. არავის არასდროს აუხსნია ბოლომდე, რატომ მოხდა ეს. არც არალეგალური ნივთიერებები იყო, არც სხვა მანქანები, უბრალოდ სწორი უდაბნოს მაგისტრალი. და შემდეგ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მათი მანქანა გზიდან გადავიდა. სტივი ადგილზე გარდაიცვალა. ანასტასია მცირედი დაზიანებებით გადარჩა. ჯონი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა პარამედიკოსები მასთან მივიდნენ. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის ჰელიკოპტერით იუტაში გადაიყვანეს. და ის, რაც ექიმებმა აღმოაჩინეს, კარიერისთვის სასიკვდილო დარტყმა იყო. მას კისერში 5 მალა ჰქონდა გატეხილი. კისრის მალები არის თქვენი ხერხემლისის ნაწილი, რომელიც კისერში გადის. ეს არის 7 მალა, რომლებიც ერთმანეთზეა განლაგებული, თქვენი თავის ქალის ძირიდან მხრებამდე. ამ 7-ვე ძვლის შუაგულში გადის თქვენი ზურგის ტვინი. ყოველი ბრძანება თითის მოძრაობისთვის ან საჭიდის დაჭერისთვის სწორედ ამ ვიწრო დერეფანში გადის თქვენს კისერში. ბაქარმა ამ 7 მალიდან 5 მოიტეხა. ყველაზე სერიოზული ამ მოტეხილობებიდან სწორედ კისრის მალების ზედა ნაწილში იყო, თავის ქალის ძირში. ექიმებმა ჯონს უთხრეს, რომ სულ მცირედი გადახვევა სხვა მიმართულებით და ის კისრიდან ქვემოთ პარალიზებული იქნებოდა. ან ის გარდაიცვლებოდა, სანამ სასწრაფო დახმარება მივიდოდა. მისი ხერხემალი ოპერაციულად უნდა შეერთებინათ რკინის ღეროებითა და ხრახნებით, რათა დაეჯირათ ის ნაწილები, რომლებიც ავარიამ დააშალა. მაგრამ მას არ ჰქონდა სამედიცინო დაზღვევა და მისი გადასახადები უზარმაზარი იყო. ცნობა გავრცელდა და მეკლდეურთა საზოგადოებამ შეაგროვა თანხები იმ კაცისთვის, რომელმაც სპორტი ახალ სიმაღლეებზე აიყვანა. მისი გადასახადები გადაიხადეს. ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. მთელი ამ განსაცდელის მიუხედავად, ჯონმა ისევ შეძლო საკუთარი ფეხით სიარული. ეს სამედიცინო სასწაული იყო, მაგრამ ჯონი აღარასოდეს იქნება იგივე. როდესაც ქირურგებმა მისი კისრის მალები ისევ შეაერთეს, მათ ძვლები დაასტაბილურეს, მაგრამ დაზიანებული ნერვებისთვის ვერაფერი გააკეთეს. ძვლები დროთა განმავლობაში ხორცდება. ნერვები ასე არ მუშაობს. ზოგჯერ ისინი არასდროს სრულად არ ხორცდება. ამ მდგომარეობას ეწოდება ნარჩენი ნერვული დაზიანება. ეს არის მუდმივი დარღვევა სიგნალებში, რომლებიც ტვინიდან გადადის კისრის ხერხემალში და შემდეგ მკლავებსა და ხელებში. და ამ მდგომარეობის განსაკუთრებული პრობლემა ის არის, რომ ის მუდმივად არ ვლინდება. ის შეიძლება სრულიად შეუმჩნეველი იყოს დღეების ან თუნდაც კვირების განმავლობაში. და შემდეგ, ყოველგვარი გაფრთხილების ან თქვენთვის გასაგები მიზეზის გარეშე, სიგნალი ქრება. ინსტრუქცია ტოვებს ტვინს, გადადის შერწყმულ მალებში და სადღაც იმ დაზიანებულ დერეფანში იკარგება. მეორე ბოლოში მდებარე კუნთი ელოდება ბრძანებას, რომელიც ბოლომდე არასდროს მოდის. ჯონის შემთხვევაში ეს დაზიანება ერთ ხელში და მკლავში იყო ჩასახლებული. ზოგჯერ ის იღვიძებდა და ყველაფერი კარგად იყო. სხვა დღეებში, როცა ის ისეთ უბრალო რამეს თვდებოდა, როგორიც ყავის ჭიქაა, მისი ხელი ღალატობდა. არა დრამატულად, როგორც ძლიერი სპაზმი ან ფუნქციის სრული დაკარგვა, უბრალოდ ნაკლებად. მოჭერა, რომელიც 10-იანი უნდა ყოფილიყო, 6-იანივით იგრძნობოდა. თითები ნახევარი წამით უფრო ნელა იკეთებოდა, ვიდრე ტვინი მათეუბნებოდა. უმეტესობისთვის ეს უბრალოდ უხერხულობაა. ადამიანისთვის, რომელიც თოკისა და დაცვის გარეშე მარტო ცოცავს, 6-იანი მაშინ როცა 10-იანი გჭირდება, უხერხულობა კი არა, სასიკვდილო განაჩენია. ჯონისთვის ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მან ვერასდროს იცოდა, როგორი დღე ექნებოდა, სანამ უკვე არ დაიწყებოდა. დილით მისი სხეული არ აძლევდა სიგნალს, რომ დღეს ცუდი დღე იყო. ის თავს კარგად გრძნობდა, სანამ უეცრად აღარ იგრძნობდა ასე.
ამის მიუხედავად, ის მაინც აგრძელებდა თავისუფალ სოლო ცოცვას. ეს უბრალოდ მისი ბუნება იყო. საკუთარი თავი მხოლოდ ასეთი იცოდა. შეჩერება ჟანგბაზის დათმობას გავდა. ამიტომ რომ ტრავმას მორგებოდა, მან გარკვეული ცვლილებები შეიტანა. მან შეწყვიტა ზღვარზე ცოცვა და ამის ნაცვლად აირჩია მარშრუტები, რომლებიც მის შესაძლებლობებში ჯდებოდა. მარშრუტები იმდენად დაბალი სირთულის, რომ ყველაზე ცუდ დრესაც კი, მაშინაც კი როცა ხელი მხოლოდ 6-იანია, ცოცვა მაინც მის შესაძლებლობებში ჯდებოდა. ის თოქისა და დაზღვევის გარეშე უფრო დიდი უსაფრთხოების მარაგით ცოცავდა, ვიდრე ოდესმე დასჭირვებოდა. წლების განმავლობაში, ავარიის შემდეგ ეს მიდგომა მუშაობდა, სანამ აღარ იმუშავა. 2009 წლის 5 ივლისი, კვირა, დილა, მამოთ ლეიქსი, კალიფორნია. ჯონი გაიღვიძა, ჩაჯდა მანქანაში და 5 წუთში მივიდა კლდეზე, სადაც ასობით ჯერ იყო ნამყოფი. დაიკის კედელი მდებარეობს ჯორჯის ტბის ზემოთ, 9000 ფუტის სიმაღლეზე. ის მის სახლის კართან ახლოს იყო და ჯონი მის ყოველ სანტიმეტრს იცნობდა. იმ დილით მან აირჩია მარშრუტი სახელად მისტერ კამიკაძე, რომლის სირთულე იყო 5.10-ია და სიმაღლე მხოლოდ 80 ფუტი. ჯონისთვის ეს იყო იგივე, რაც პროფესიონალი მორბენალი, ქუჩის ბოლომდე მსუბუქად გარბის. მან და მისმა პარტნიორმა ეს მარშრუტი მხოლოდ 2 დღის წინ გათბობისთვის გამოიყენეს. მას, რა თქმა უნდა, თოკები არ ჰქონდა. ეს სრულიად ზედმეტი იყო. იმ დილით სხვა მთამსვლელები კლდეზე იყვნენ, აღჭურვილობას ამზადებდნენ, სამაგრებს ამოწმებდნენ, ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. მათგან არც ერთი არ უყურებდა მას. დაუცებ, გაისმა ხმამაღალი გრუხუნი, რომელიც ჰაერში ისე გაიფანტა, თითქოს მძიმე ქვა ჩამოვარდა. შემდეგ ჩახშული კვნესა, მერე კი სიჩუმე. თამსველებმა კედლის ძირისკენ გაიხედეს და დაინახეს მიწიდან ამოსული პატარა მტვრის ღრუბელი. ისინი წუთზე ნაკლებ დროში მივარდნენ იმ ადგილას და ნახეს ჯონი კლდის ძირას მწოლიარე. ის არ რეაგირებდა. ისინი მასთან მიიჭრნენ. ვიღაცამ 9 ერთ-ერთზე დარეკა. სხვამ პირველადი დახმარების 5-ისთვის გაიქცა. თამსვლელები, რომლებიც მის გარშემო იყვნენ, ელაპარაკებოდნენ მას, სანამ ელოდებოდნენ და აკვირდებოდნენ, იქნებ რაიმე რეაგირების ნიშანი დაენახათ. არაფერი იყო. სამაშველო ჯგუფი მივიდა და ის კანიონიდან ბორბლებიან საკაცეზე გამოიტანეს. ისინი მას ჯორჯის ტბის ნაპირზე ჩამოიყვანეს და ნავში დასვეს, რომ წყალი გადაეკვეთათ. მეორე მხარეს სასტრაფო დახმარების მანქანა ელოდებოდა. მან იგი მამოთის საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ჯონ ბეიკერ იმავე დღის მეორე ნახევარში გარდაიცვალა. ის 52 წლის იყო. ყველა ცდილობდა გაეგო, რა მოხდა, როგორ ვარდება ყველაზე დიდი ფრიფსოლისტი, ვინც კი ოდესმე არსებობდა გასახურებელ მარშრუტზე. რა მოხდა იქ ზემოთ? შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ ალპინისტის სახელად ერმას, ფარნოში, ბაკარის პარტნიორის, პაულას თხოვნით დაბრუნდა მისტერ კამიკაძეზე და მარშრუტზე ყველა დასაჭერი დეტალურად შეამოწმა. მან კედელი მეთოდურად შეამოწმა, ეძებდა ახალგახეხილი ქვის ნებისმიერ ნიშნებს, ნებისმიერ ადგილს, საიდანაც რამე შეიძლებოდა მოშლილიყო. გრანიტზე ხანდახან დასაჭერი ტყდება. ფენა კედლიდან სცილდება და მოულოდნელად ის დასაჭერი, რომელზეც ეკრდნობოდი, უბრალოდ აღარ არსებობს. ეს ყველაფერს ახსნიდა, მაგრამ მან ვერაფერი იპოვა. პაულამ ეს მარშრუტი თავადაც აიარა, დაახლოებით 1 თვის შემდეგ და დაადასტურა. ყოველი დასაჭერი თავის ადგილზე იყო. კედელს არ უღალატია მისთვის, მაგრამ როცა საბოლოოდ მისი გაკვეთის დასკვნა გამოვიდა, მან ის ამბავი მოყვა, რაც კლდემ ვერ შეძლო. სიკვდილის მიზეზი იყო ტვინში მასიური ხლჩაქცევა. ჯონმა თავი დაარტყა კედლის ძირას არსებულ ერთ კონკრეტულ წვეტიან ქვას და სწორედ ამ დარტყმამ დაასრულა ყველაფერი, მაგრამ სხვა აღმოჩენებმა ხალხი გააშეშა. ჯონ ბეიკერის ორივე მაჯა გატეხილი იყო, ორივე კოჭიც გატეხილი ჰქონდა. ეს 4 მოტეხილი კიდურია. ეს ნიშნავს, რომ ის დაცემისას გონზე იყო. და როცა ვარდებოდა, მისი სხეული იბრძოდა. მისი ხელები გაიწოდა, მისი ხელები ცდილობდნენ რამე დაეჭირათ, რამე შეეჩერებინათ, კედელზე რამეს მოჰკიდებოდნენ. მისი ფეხები შეჯახებისთვის ემზადებოდა. ის აკეთებდა იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდა კლდეზე. ის პრობლემას წყვეტდა, ცდილობდა გზა ეპოვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი ვარდნა მისთვის სრული შოკი არ ყოფილა. იმ ბოლო წამებში მან იცოდა, რა არასწორად მოხდა. ყველაზე სანდო ახსნა, კლდეზე ცოცვის ფორუმის ერთ-ერთ მომხმარებელს ეკუთვნის, რომელიც ამტკიცებს, რომ პირადად იცნობდა ბახარს და მასთან საუბარი ჰქონდა გარდაცვალებამდე რამდენიმე დრით ადრე. ამ ადამიანმა დაწერა, ჩემი საუბრები მასთან წინა კვირასა და დღეს მისი მკლავების ძალისა და კოორდინაციის მოულოდნელ დაკარგვაზე. ალბათ, ამ ტრაგედიის მიზეზი უნდა იყოს. როცა ყველაფერს ერთად აყალიბებ, ყველაფერი ძალიან მარტივია. სადღაც იმ კედელზე მისმა ხელმა სცადა იმ ჩასაჭიც მოჰკიდებოდა, რომელსაც ასჯერ ჰქონდა მოჭიდებული, მაგრამ სიგნალი ისე არ მივიდა, როგორც უნდა მისულიყო. მისმა სხეულმა ყველაზე ცუდ დროს უმტყუნა.
მაინტერესებს, რას ფიქრობდა ჯონ ბახარი იმ ბოლო წამებში. მაინტერესებს, იგრძნო თუ არა იმ მომენტში იმ კაცმა, რომელმაც 30 წელი გაატარა იმაზე მეტად დარწმუნებული ვიდრე დედამიწაზე ვინმე სხვა, ის სიცარიელე, რომელიც 10 წლეულებით ადრე ჰქონდა აღწერილი, თითქოს დაუსჯელად ჩაიდინა რაღაც, რაც არ უნდა ჩაედინა. 1983 წელს, სიკვდილამდე 26 წლით ადრე, ჯონ ბახარი ჟურნალ Rolling Stone-ში ვრცელ ინტერვიუზე დაჯდა. კითხეს მას სიკვდილზე. მან თქვა, იქნებოდეს მე აღმოვაჩინო, რომ ისეთი კონტროლი არ მაქვს, როგორიც მეგონა. შეიძლება უცებ დავიღუპო და მოვკვდე. მირჩევნია ასე წავიდე, ვიდრე 80 წლის ასაკში სიკვდილის საწოლზე. ჯონმა საბედისწერო არჩევანი გააკეთა და ენდოსხეუს, რომელმაც უკვე გააფრთხილა, რომ აღარ მუშაობდა. 2006 წლის ოქტომბრის 23 დახრილი კოშკი, იოსემიტის ველი. 47 წლის მთამსვლელი დგას მიწიდან 500 ფუტის სიმაღლეზე, შუადღის მზე თბილად ეცემა სახეზე. ხელები დაღლილი და დაკაწრული აქვს მძიმე სამუშაოს შემდეგ. ქვემოთ ველი შემოდგომის შუქში იშლება. აქ ზემოთ ხოლოდის და კლდეა. რთული ნაწილი უკვე დასრულებულია. მან ეს მარშრუტი რამდენიმე დღე იმუშავა. რთული მონაკვეთები გადალახა და ახლა მხოლოდ უნდა ჩამოეშვას დამაგრებულ თოკებზე და იმ დღის საქმე მორჩეს. მარტივი, რუტინული. ისეთი რამ, რაც მის ცხოვრებაში 10,000 ჯერ გაუკეთებია. გარდა იმისა, რომ მომდევნო 2 წამში მომხდარი მთელ მსოფლიოში ალპინისტებს შოკში ჩააგდებს. რამდენიმე დღეში მწარმოებლები თავიანთი აღჭურვილობის გადახედვას დაიწყებენ და 18 წლის შემდეგაც კი მისი სახელი კლდეზე ცოცვის ყველა კურსზე ისწავლება, როგორც მომენტი, როცა ყველაფერი შეიცვალა. ეს არის ტოდ სკინერის დაუჯერებელი ისტორია. ტოდ სკინერმა რადიკალურად შეცვალა კლდეზე ცოცვა. ხალხი მას სპორტის მაიკლ ჯორდანს ეძახდა. და გულწრფელად რომ თქვათ, როცა იმას უყურებ, რაც მან რეალურად მოახერხა, ეს შედარება გადაჭარბებული ნამდვილად არ არის. ტოდი დაიბადა 1958 წლის 27 ოქტომბერს, ფაინდეილში, ვაიომინგში. მის მამას ჰქონდა ველურ გარემოში გადარჩენის სკოლა და ტოდი გაიზარდა ბერნთ ლეიკის მახლობლად, პატარა კლდეებზე ცოცვით. 11 წლის ასაკში მან დაიპყრო განეთ პიკი, ვაიომინგის უმაღლესი წერტილი, რომელიც ზღვის დონიდან 13,804 ფუტზეა. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მთამსვლელი, ვინც ოდესმე ამ მწვერვალზე დადგა. მაგრამ სწორედ ის, რაც მან კოლეჯის შემდეგ გააკეთა, ყველაფერს შეცვლიდა. 30 წლის ასაკში ტოდმა გადაწყვიტა ეცადა ის, რასაც ხალხი შეუძლებლად მიიჩნევდა. საქმე ისაა, რომ 1980-იან წლებში თავისუფალი ცოცვა სწრაფად ვითარდებოდა. მთამსვლელები მთელ მსოფლიოში კლდეზე სულ უფრო რთულ მარშრუტებს გადიოდნენ. ამტკიცებდნენ, რომ ადამიანებს შეეძლოთ ის, რაც 10 წლის წინ შეუძლებლად მიიჩნეოდა. და ამ რევოლუციის ეპიცენტრი კალიფორნიის იოსემიტის ველი იყო. თავისუფალი ცოცვა ნიშნავს კლდეზე მხოლოდ ხელებისა და ფეხების გამოყენებას. თოკი იქ მხოლოდ იმისთვისაა, რომ დაცემის შემთხვევაში დაგიჭიროს. არ შეგიძლია გამოიყენო აღჭურვილობა ან სხვა საშუალებები ასვისთვის. მხოლოდ საკუთარი ძალით ცოცვა. და 1980-იან წლებში სწორედ ეს განსაზღვრავდა ნამდვილ მთამსვლელს. ეს პრობლემა შექმნა იოსემიტში, რომ გაიგო რატომ უნდა იცოდე ელ კაპიტანზე. ეს არის 3000 ფუტის სიმაღლის ვერტიკალური გრანიტის კედელი, რომელიც კალიფორნიის იოსემიტის ველიდან ამოიზრდება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლდის ზედაპირი დედამიწაზე. მთამსვლელები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან მხოლოდ იმისთვის, რომ მის ძირას დადგნენ და ზემოთ აიხედონ. 1988 წლისთვის ელ კაპიტანი ასეულობით ჯერ იყო დაპყრობილი, მაგრამ ყველა ასვლა ხდებოდა სპეციალური საშუალებების გამოყენებით, აღჭურვილობის ჩაჭედებით კლდეში და მისი დახმარებით ასვრით, ანუ არა მხოლოდ ხელებისა და ფეხების გამოყენებით კლდეზე. ამიტომ გაჩნდა კითხვა, შეიძლებოდა თუ არა ელ კაპიტანზე თავისუფალი ცოცვა. ადამიანების უმეტესობა ამბობდა, რომ არა. კედელი ძალიან დიდი იყო, ძალიან რთული და სირთულე დიდ მონაკვეთზე უწყვეტად ნარჩუნდებოდა. ყველაზე რთული მონაკვეთები შეფასებული იყო 5.13-ით, რაც ნიშნავს, რომ ისინი უკიდურესად თითქმის შეუძლებლად რთული იყო. და ამ სირთულის დონე უნდა შეგენარჩუნებინა 1000 ფუტის მანძილზე. ბევრი მთამსვლელი თანხმდებოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. მაგრამ ტოდს სხვა რამ ჰქონდა სათქმელი. რაღაც ისეთი, რაც ნიშნავდა მთამსვლელების რწმენის გადახედვას იმის შესახებ, თუ რა იყო საერთოდ შესაძლებელი. 1988 წელს ტოდმა და მისმა პარტნიორმა პაულა პიანამ დაიწყეს სოლოფის კედლის თავისუფალი ცოცვის მცდელობა, რომელიც ელ კაპიტანზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მარშრუტი იყო. მათ 3 წელი მოანდომეს მომზადებას. 3 წელი ერთსა და იმავე მონაკვეთებზე ასვლასა და ჩამოსვლას. მოძრაობების განმეორებით ვარჯიშს, ხელებისა და ფეხების დასადები ადგილების დამახსოვრებას. მათ თითქმის 40 დღე გაატარეს იმ კედელზე, ყველაზე რთულ მონაკვეთებზე მრავალჯერადი ცოცვით, სანამ თითოეული მოძრაობა ზუსტათი არ აითვისეს. და შემდეგ მათ ბოლო 9 დღიანი ძალისხმევა გასწიეს, რომ ბოლომდე ზემოდან ქვემოთ დაემთავრებინათ. ეს ნიშნავს 9 დღეს კედელზე ცხოვრებას, ჰაერში 1000 ფუტის სიმაღლეზე დაკიდებულ კარვებში ძილს და კლდეზე ხელებისა და ფეხების გარდა არაფრის გამოყენებით ყველაზე რთულ ცოცვას, მაგრამ მათ შეძლეს. მე-9 დღეს ისინი მწვერვალზე ავიდნენ. ეს იყო ელ კაპიტანზე დიდი კედლის პირველი თავის ასვლა. პირველი შემთხვევა, როცა ვინმემ 3000 ფუტის გრანიტი მხოლოდ თავისი სხეულითა და კლდით დაძლია.
ამ ერთმა ასვლამ სამუდამოდ შეცვალა იოსემიტი. მან დაამტკიცა, რომ თავისუფალი ცოცვა მხოლოდ მოკლე მარშრუტებისთვის არ იყო. თავისუფალი ცოცვა მსოფლიოს ყველაზე დიდ კედლებზეც შეიძლებოდა, მაგრამ ტოდმა აქ არ გაჩერდა. 1995 წელს ის პაკისტანში გაემგზავრა და ტრანგოს კოშკის აღმოსავლეთი მხარე დალაშქრა. ეს იყო მსოფლიოს პირველი მეშვიდე კატეგორიის თავისუფალი ცოცვა. ეს იმ დროისთვის არსებული სირთულის უმაღლესი კატეგორია იყო. მარშრუტი 20,000 ფუტზე მეტი სიმაღლის იყო და ტოდი და მისი გუნდი ამ კედელზე 60 დღე გაატარეს. დიახ, 60 დღე მთის ფერდობზე ცხოვრობდნენ. და ეს ყველაფერი მოხდა კარაკორუმის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელ სეზონზე, როცა ზვავებმა მეზობელ მწვერვალებზე მთამსვლელები იმსხვერპლა და ქარიშხლებმა ექსპედიციები კაროებში რამდენიმე დრით გამოკეტა. მისი მეკლდეურე პარტნიორი ტრანგოზე, ბობი მოდელი, იხსენებდა ერთ მომენტს, როცა ისინი კარვში 9 დღე უწყვეტად იყვნენ გაჩედილები ძლიერი ქარიშხლის დროს. მათ ზემოთ კედელი ყინულით იყო დაფარული. სხვა ექსპედიციების უმეტესობამ უკვე დანებდა და წავიდა, ხოლო ტოდმა კარვის კედელზე რაღაც დაწერა, რაც მის ხასიათს ასახავდა. უნდა დაარტყა სიბნელეს, მანამ სანამ დღის შუქი არ გამოჩნდება. და 1995 წლის 7 სექტემბერს, კედელზე გატარებული 60 დღეის შემდეგ, ისინი მწვერვალზე ავიდნენ და მსოფლიოს პირველი მეშვიდე კატეგორიის თავისუფალი ასვა დაასრულეს. ეს იყო იმ დროისთვის არსებული უმაღლესი სირთულის კატეგორია, 20,000 ფუტის სიმაღლის კედელზე და სწორედ ყველაზე მომაკვდინებელ სეზონზე, რაც კი კარაკორუმს ოდესმე უნახავს. თავისი კარიერის განმავლობაში ტოდმა 26 ქვეყანაში 300-ზე მეტი პირველი ასვა განახორციელა. ეს იყო ადამიანი, რომელიც უმაღლესი დონის ცოცვით ცხოვრობდა. ეს ნიშნავს, რომ მას რისკები თითქმის ყველაზე უკეთესმოდა ამ პლანეტაზე, მაგრამ მთელი ეს გამოცდილება, მთელი ეს ცოდნა, ყველაზე უარესად უნდა ეღალატა მისთვის. 2006 წლის ოქტომბრის 23, ორშაბათის შუადღე, იოსემიტის ველზე მზეთბილად ანათებს. ტოდი დგას დახრილ კოშკზე, 500 ფუტის სიმაღლეზე და იღიმის. ხელები დაჩეხილი აქვს, რადგან ნაპრალებში აჩედებდა. თითებზე ლენტები აქვს შემოხვეული. ის დაღლილია. მაგრამ როცა იქ იმ კედელზე მაღლა დგას, ტოდი კმაყოფილიცაა. რთული ნაწილი უკვე დასრულებულია. მან ეს მარშრუტი რამდენიმე დღე იმუშავა და ახლა, ბოლოს და ბოლოს, მწვერვალზე ავიდა. მას მხოლოდ დარჩენია ჩამოეშვას თოკით და დღე დაასრულოს. ის ებმება ფიქსირებულ თოკზე, რომ ჩამოეშვას. საკეტიანი კარაბინი ჩაკეტვის ხმას გამოსცემს. ყველაფერი სწორადაა მოწყობილი, ზუსტად ისე, როგორც 10,000 ჯერ გაუკეთებია ადრე. რაც ტოდს არ იცის, ისაა, რომ მასზე დამაგრებულია დროის ბომბი და მომდევნო 2 წუთში ის აფეთქდება. რომ გაიგოთ რატო, უნდა დაგაბრუნოთ რამდენიმე დღით უკან და აგიხსნათ, რა ხდებოდა ერთ მოწყობილობასთან, რომელსაც ტოდი ყოველდღე იყენებდა. 2006 წლის 19 ოქტომბერია. ტოდი და მისი ცოცვის პარტნიორი ჯემ ჰიუიტი იოსემიტის ლინინგ ტაუერის ძირას არიან. ალაგებენ აღჭურვილობას და ემზადებიან კიდევ ერთი ცოცვის დღისთვის. ჯიმი 34 წლისაა კალიფორნიიდან. ისინი უკვე რამდენიმე დღეა მუშაობენ მარშრუტზე, სახელად Jesus Built My Hot Rod. ის ლინინგ ტაუერის გადახრილ დასავლეთ კედელზეა და ტოდი ცდილობს პირველი თავისუფალი ასვა გააკეთოს. ეხლა ტოდისთვის ეს ევერესტი არ არის. ეს არ არის სიცოცხლეში ერთხელ მომხდარი ექსპედიცია. ეს უფრო ვარჯიშს, მომზადებას მსგავს. იმ ტიპის პროექტს, რომელზეც დიდ ასვებს შორის მუშაობ. დღეებს ატარებ ერთი და იმავე მონაკვეთის ზევით და ქვევით ასვლაში, ყველაზე რთული მოძრაობების გამოთვლაში, აღჭურვილობის ზიდვაში, კედელზე დაკიდებულ კარავში ძილში. ეს რთული და ტექნიკური სამუშაოა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ის საქმეა, რომელიც ტოდმა კარიერაში ასობით ჯერ გააკეთა. და როცა იმ დილით აღჭურვილობას ამოწმებენ, ჯიმი რაღაცას ამჩნევს. ტოდის ბელაის მარუჟი გაცვეთილია და არა უბრალოდ ოდნავ, არამედ ძალიან გაცვეთილი. ჯიმს შეუძლია დაინახოს, როგორ იშლება ქსოვევილი, როგორც ძაფები ქსოვილისგან. ის შემდეგში აფასებს, რომ მარყუჟი დაახლოებით 15-დან 20%-მდეა გაცვეთილი. ეხლა წარმოიდგინე, რომ ჯიმის ადგილას ხარ. შენ ხარ ახალგაზრდა მთამსვლელი. შენ ხარ ლეგენდასთან ერთად, ვიღაცასთან, ვისაც მთამსვლელობის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი დავიწყებული აქვს. ვიდრე უმეტესობას ოდესმე ეწოდინება და ახლა უნდა უთხრა მას, რომ მისი აღჭურვილობა საშიშია. მაგრამ ჯიმი მის ღირსებად უნდა ითქვას, ხმას იღებს. მე ძალიან გაუსვი ხაზი იმას, რომ ეს კარგი არ არის, მოგვიანებით თქვა ჯიმმა. ტოდი შეხედა მარკურს, მან იცოდა, რომ ის გაცვეთილი იყო. შენ ვერ ატარებ ამდენ დღეს თოკებზე ცოცვაში, ისე რომ ვერ შეამჩნიო, როგორ ზიანდება შენი აღჭურვილობა და ის აროგულებელყოფს ჯიმს. უბრალოდ ამბობს, მართალი ხარ, ახალი ხარნესი უკვე გზაშია, მარტივი აღიარება, ახალი ხარნესი უკვე შეკვეთილია. კიდევ რამდენიმე დღე ცოცვა და მერე შეცვის მას. ისინი კიდევ განიხილავენ მარკუჟის დამატებითი ლენტით გამაგრებას, უბრალოდ უსაფრთხოებისთვის. მაგრამ როცა ამაზე საუბრობენ, არც ერთი მათგანი ამას სასწრაფოდ არ მიიჩნევს. საქმე ისაა, რომ ცოცვის აღკაზმულობას რამდენიმე ნაწილი აქვს. არის წელის კამარი, რომელიც წელზე გეკვრება, ბარძაყის მარუჟები, რომლებიც ბარძაყებზე გეკვრება და ამ ორ ნაწილს ერთმანეთთან წინა მხარეს აერთებს ლენტის მარუჟი, რომელსაც ბელეის მარუჟი ეწოდება.
ეს მარკუჟი შენი აღკაზმულობის ყველაზე ძლიერი ნაწილია. როცა ახალია, მას შეუძლია გაუძლოს 6000 ფუნტზე მეტ ძალას, რაც ბევრად აღემატება შენს სხეულის წონას და ბევრად მეტია ვიდრე თუნდაც ძლიერი ვარდნის დროს წარმოქმნილი ძალა. ის ისე აგებული, რომ ძალიან გამძლეა. ამიტომაც თუნდაც 15 ან 20%-ით იყოს გაცვეთილი, მაინც უნდა გაუძლოს. ის მაინც უნდა უჭერდეს ბევრად მეც, ვიდრე ადამიანის წონაა. და თოდმა ამ აღკაზმულობას უკვე რამდენიმე დღე იყენებდა. ამით ადიოდა და ჩამოდიოდა. რაპელინგსაც აკეთებდა და ყველაფერი უპრობლემოდ იყო. ამიტომ ისინი იღებენ საშიშ გადაწყვეტილებას, მაგრამ მათთვის ეს სრულიად გონივრული ჩანს. ისინი გააგრძელებენ ცოცვას. ახალი აღკაზმულობა მალე მოვა. კიდევ რამდენიმე დღე, არაფერს ავნებს. ჩვენ ამაზე აღარ ვილაპარაკია. მოგვიანებით თქვა ჯიმმა, მაგრამ აი რა ხდებოდა სინამდვილეში ტოდის ბელეის მარყუშთან, რაც არც ერთს ბოლომდე არ ესმოდა. ყოველდღიურად თოკებზე ასასვლელად ტოდი იყენებდა მექანიკურ მოწყობილობებს, რომელსაც ასცენდერები ეწოდება. ეს მოწყობილობები თოკზე მაგრდება და მხოლოდ ზემოთ სრიალებს, ქვემოთ კი არა, რაც საშუალებას გაძლევს თოკზე ასვა ისე, რომ ხელით არ მოგიწიოს საკუთარი თავის აწევა. თოდს ორივე ასცენდერი თავის აღკაზმულობაზე ჰქონდა მიმაგრებული. ლენტი პირდაპირ ბელეის მარყუში ჰქონდა გაკრილი. ამას გირთიჩი ეწოდება. იღებ ლენტის ნაჭერს, ატარებ მას თავის თავში და ის მჭიდროდ იკეტება. როცა რამეს ამ გზით ამაგრებ ბელეის მარყურზე, მარყუჟი ვეღარ ტრიალებს. ის ერთ პოზიციაში რჩება. სწორედ ეს ხდებოდა. თოდი რამდენიმე დღის განმავლობაში 1000-ობით ფუტ სიმაღლის თოკზე ადის. ასცენდერები მის ბელეის მარყურზეა მიმაგრებული. და ყოველ ჯერზე, როცა ის მაღლა ადის, ეს მიმაგრებები ისევ და ისევ ზუსტად იმავე ადგილს ეხახუნება მარკურზე. როგორც თოკი, რომელიც სხვა თოკს 1000-ობით ჯერ ჭრის, გრეების განმავლობაში, კიდევ უფრო უარესია, რომ ის ადგილი, სადაც ეს ცვეთა ხდებოდა, ალბათ მის ფეხის მარყუჟების ქვეშ იყო დამალული. საბელის ის ნაწილი, რომელსაც ვერ ადვილად დაინახავ, როცა გეცვია. მთელი საბელი უნდა გაიხადო და კარგად დაათვალიერო, რომ შეამჩნიო, რამდენად ცუდად იყო საქმე. და დღეების განმავლობაში ცოცვისას, მუდმივი ხახუნი ნელ-ნელა ჭრიდა ქსოვილს, ძაფი ძაფზე, ბოჭკო ბოჭკოზე. შემდეგ 4 დღეში ტოდი და ჯიმი განაგრძობდნენ მარშრუტზე მუშაობას. 20 ოქტომბერი, 21 ოქტომბერი, 22 ოქტომბერი. სოცვა, ჩამოსვლა, აღჭურვილობის ამოყვანა. და ყოველ ფუძზე, რომელსაც ტოდი ცოცავდა, იქ სადაც ვერ ხედავდა, მეტი ძაფით ხდებოდა. ეს კი გვაბრუნებს 2006 წლის 23 ოქტომბერს ტოდმა დაასრულა. ჯიმი სადღაც ზემოთაა მარშრუტზე. ისინი დღისთვის ამთავრებენ. ხვალ დაბრუნდებიან და გააგრძელებენ პირველი თავისუფალი ასვლისკენ სვლას. ტოდი ამზადებს რაპელს. ამ ეტაპზე ეს უკვე კუნთოვანი მეხსიერებაა. მოწყობილობას ამაგრებს თოგზე, ატარებს მას შიგნით, კარაბინს კეტავს, კლიკი, ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც 10000 ჯერ გაუკეთებია აქამდე. ტოდი უკან იხება, მისი წონა ფეხებიდან აღჭურვილობაზე გადადის და მარყუჟი უბრალოდ ცხდება. ერთი წამით ის უსაფრთხო და რაპელზე. მეორე წამს ის 500 ფუტიან ცარიელ ჰაერში ვარდება. ხოლო წარმოდგენა შემიძლია, რა გაეფიქრა ტოდს იმ ნახევარ წამში. მოულოდნელი გაცნობიერება, რომ რაღაც საშინლად არასწორია, წამიერი გაგება და შემდეგ ის, რომ ვეღარაფერს გააკეთებდა. ტოდი 500 ფუტზე ჩამოვარდა ლინინგ ტაუერის ძირას კლდეებში. დარტმა მყისიერი და მომაკვდინებელი იყო. როცა მაშველები იმ დღის მეორე ნახევარში მივიდნენ, ტოდის ცხედარი ჩამოშლილ ქვებში იწვა და იმის მტკიცებულება, რაც მოხდა, ისევ იქ იყო. მისი დაშვების მოწყობილობა ჯერ კიდევ სწორად იყო მიმაგრებული თოგზე. საკეტიანი კარაბინი ისევ ჩაკეტილი იყო. თოკი წესვიგში იყო. ზემოთ დამაგრებული ანკერი მტკიცე იყო. სისტემის ყველა ნაწილი იდეალურად მუშაობდა. ყველაფერი, გარდა დაზღვევის მარყუჟისა. მეორე დღეს რეინჯერებმა მისი ნარჩენები კედლის ძირას მცენარეულობაში იპოვეს. როცა ახლოდან დაათვალიერეს, ზუსტად დაინახეს, რა მოკლა ერთ-ერთი უდიდესი მთამსველი, ვინც კი ოდესმე არსებობდა. სადაზღვევო სისტემის თასმა ძალიან გაცვეთილი იყო იმ ადგილას, სადაც გაწკდა. ბოჭკოები კვირების განმავლობაში ხახუნისგან იყო გადაჭრილი. ეს ის დაზიანებაა, რომელიც ნელ-ნელა, უხილავად გროვდება, სანამ ერთ დღეს აღარ გაუძლებს. ეს ის დაზიანებაა, რომელიც კიდევ უფრო მძიმდება 4 თრიანი ცოცვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ვიღაც მიუთითებს და ამბობს, ეს კარგი არ არის. სიმართლე რომ გითხრათ, როცა პირველად ტოდ ჯონსონის ამბავი გავიგე, მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს კიდევ ერთი კლასიკური შემთხვევა იყო ზედმეტი თავდაჯერებულობის. ლეგენდა, რომელიც ფიქრობდა, რომ საბაზისო წესებზე მაღლა იდგა. ვინმე, ვინც ცოცვაში იმდენად გამოცდილი გახდა, რომ საკუთარი უსაფრთხოების წესების დაცვა შეწყვიტა. მაგრამ რაც უფრო მეტად ვიკვლევდი, რა მოხდა სინამდვილეში, მით უფრო ხვდებოდი, რომ ეს საერთოდ არ იყო ასე. ეს არ იყო ამპარტავნება. ეს არ იყო ტოდ ჯონსონის ფიქრი, რომ მე ზედმეტად გამოცდილი ვარ, რომ ეს რამეს ნიშნავდეს. სინამდვილეში ეს თითქმის საპირისპიროა.
როცა ჯიმმა 19 ოქტომბერს გაცვეთილ მარყურზე მიუთითა, ტოდმა არ უგულებელყო იგი. არ დაუწყია თავის დაცვა. არ უთქვამს ვიცი რას ვაკეთებ, ან ნუ ღელავ ამაზე. მან თქვა, მართალი ხარ, ახალი სადაზღვევო სისტემა უკვე გზაშია. მან აღიარა პრობლემა. უკვე შეუკვეთავდა ჩანაცვლებას. იცოდა რომ ეს გამოსასწორებელი იყო. მათ კიდევ განიხილეს დამატებითი თასმით გამაგრება. ეს არ არის იმ ადამიანის ქმედებები, ვინც ფიქრობს რომ დაუმარცხებელია. ამის ნაცვლად მოხდა რაღაც ბევრად უფრო ფაქიზი და გულწრფელად რომ თქვათ, ბევრად უფრო ადამიანური. მათ შეხედეს იმ გაცვეთილ მარყურს და გააკეთეს გათვლა. აღჭურვილობა რამდენიმე დღე კარგად იჭერდა. ახალი მალე მოვიდოდა. მხოლოდ რამდენიმე ასვა იყო დარჩენილი. მარკუჟი, როცა ახალი იყო, 6000 ფუნტის დაჭერა შეეძლო. თუნდაც 15 ან 20%-ით გაცვეთილი, მაინც ბევრად მეც უნდა გაეძლო, ვიდრე ტოდის სხეულის წონა. მათემატიკა სწორად გამოიყურებოდა, ლოგიკაც გამართულად ჩანდა. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მართვადად გრძნობოდა, არა სარისკოდ, არა საშიშად. უბრალოდ მცირე დაგვიანებად იმის შეცვლაში, რაც ისედაც მალე შეიცვლებოდა. აი ეს არის გამოცდილების მთავარი თვისება. ის არ ქმნის უგუნურს. ის გაძლევს თავდაჯერებულობას, რომ შეგიძლია რისკის მართვა. ეს 10000 ჯერ გაგიკეთებია. იცნობ შენს აღჭურვილობას, იცნობ შენს საზღვრებს. იცნობ, რა არის რეალურად საშიში და რა მხოლოდ საშიშად გამოიყურება ნაკლებად გამოცდილ ადამიანებისთვის. მაგრამ ზოგჯერ სწორედ ეს თავდაჯერებულობა შენს გადაწყვეტილებებში გაბრმავებს იმ მომენტში, როცა შეცდომის უფლება ჩუმად ქრება. ტოდ ჰაუელის სიკვდილის ამბავმა თამსვლელთა საზოგადოება ძლიერად დაარტყა. კენ იეგერმა, იოსემიტის მთამსვლელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ზუსტად აღწერა, რაც ყველგან ხდებოდა. ახლა ხალხი თავის ძველ სადაზღვევო სისტემებზე ფიქრობს. ვიცი რომ აუცილებლად ახალს ვიყიდი. პოლ პიანამ, ტოდის 30 წლიანი მთამსვლელი პარტნიორმა, დაწერა: ჩემი უდიდესი მეგობარი, ჩემი არჩეული ძმა. ეს ტოდის დაკარგოს კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის, რადგან ეს უბედური შემთხვევა შეიძლებოდა აცილებულიყო. 28 ოქტომბერს, რაც ტოდის 48 დაბადების დღე იქნებოდა, 500-ზე მეტი მეგობარი და ოჯახის წევრი შეიკრიბა სინგს კანიონის ცენტრში, ლანდერის მახლობლად, ვაიომინგში, გარეთ, მთვარის შუქზე. Slideshow, კოცონი, ორი გიგანტური დაბადების დღის ტორტის სანთლები ანთებული იყო. ყველამ ერთად იმღერა დაბადების დღის სიმღერა კარაკაცისთვის, რომელიც იქ არ იყო. მაგრამ ტოდის სიკვდილს კონკრეტული შედეგიც მოჰყვა. Black Diamond Equipment, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცოცი აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანია, სპეციალურად იმ შემთხვევის გამო შექმნა ტესტირების პროგრამა. მათ სისტემატურად გამოსცადეს დაზიანებული ბელეის მარკუჟები. თუნდაც ქსოვილის 50% გაჭრილი ყოფილიყო, მარკუჟები მაინც უძლებდნენ 3800 ფუნტზე მეტ ძალას. 75%-ით გაჭრის შემთხვევაშიც კი ისინი თითქმის 3000 ფუნტს უძლებდნენ. მაშინაც კი როცა მარყუჟი 90%-ით იყო გაჭრილი, მან 767 ფუნტი დაიჭირა, რაც ნიშნავს, რომ ტოდის მარყურს მხოლოდ მისი სხეულის წონაზე რომ ვერ გაეძლო. ის კატასტროფულად უნდა ყოფილიყო გაცვეთილი იმაზე მეტად, ვიდრე მათი ტესტირება აჩვენებდა. ამ სამუშაოდან წარმოიშვა ცოცვის ყველაზე ხშირად განმეორებადი უსაფრთხოების წესი. თუ ეჭვი გეპარება მოხმარებიდან ამოიღე, ეს არის ტოდის მემკვიდრეობა, რომელიც თავად აღჭურვილობაშია ჩაწერილი. ინდუსტრიამ ასევე დააწესა აღჭურვილობის ჩამოსაწერი კონკრეტული ვადები. ტოდის გარდაცვალებამდე მთამსვლელები აღჭურვილობას მაშინ ანაცვლებდნენ, როცა გაცვეთილად გამოიყურებოდა. ტოდის გარდაცვალების შემდეგ რეალური წესები ასეთია: რეკრეაციული მთამსველებისთვის მაქსიმუმ 7 წელი, პროფესიონალებისთვის მძიმე გამოყენების შემთხვევაში 1 წელი, აფსელი, აბსოლუტური მაქსიმუმი კი 10 წელია, კი მიუხედავად იმისა, რამდენად ცოტა გაქვთ გამოყენებული. Black Diamond-მა ტოდის სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებით კონკრეტული გაფრთხილება გასცა. მათ გააფრთხილეს, რომ არაფრის მუდმივად მიმაგიმაგრება არ შეიძლება თქვენი ბელეის მარყუჟზე, რადგან ეს ხელს უშლის ბრუნვას და ქმნის კონცენტრირებულ ცვეთას, რომელსაც ვერ ხედავთ. უარეს შემთხვევაში მათ დაწერეს, ეს შეიძლება გამოიწვიოს ისეთივე ავარია, როგორიც ტრაგიკულად დაემართა ტოდ სკინერს. მისი სახელი ახლა მუდმივად არის დაკავშირებული ამ გაფრთხილებასთან, რომელიც ჯერდე ვისწავლება კლაიმბინგის კურსებზე, ჯერ კიდევ იხსენიება აღჭურვილობის მიმოხილვებში და ჯერ კიდევ სიცოცხლეებს გადაარჩენს 18 წლის შემდეგაც. ტოდ სკინერის სიკვდილმა სამუდამოდ შეცვალა თავისუფალი ცოცვა, რადგან მან გაანადგურა საშიში მითი. მითი რომ გამოცდილება ნიშნავს იმუნიტეტს და ლეგენდები არ იღუპებიან ელემენტარული აღჭურვილობის გაუმართავობის გამო. მითი რომ კიდევ ერთი ასვლა გაცვეთილი აღჭურვილობით ნორმალურია, როცა იცი რას აკეთებ. Climbing-ის Michael Jordan-ი დაეღუპა იმ საქმის კეთებისას, რაც 10000 ჯერ ჰქონდა გაკეთებული. არა იმიტომ რომ უკეთ არ იცოდა, არამედ იმიტომ რომ უკეთ ცოდნა, ყოველთვის საკმარისი არ არის. როცა დაღლილი ხარ, როცა ასვლაზე ხარ კონცენტრირებული და როცა ადრე მსგავსი რამ გაუვლია. 2019 წლის 27 ნოემბერი, ელ პოტრერო ჩიკო, მექსიკა. ბრედ გობრაითი დგას 1500 ფუტის კანიონის თავზე, როცა მზე სწრაფად ჩადის. მისი ხელები დახეთქილია მთელი დღის მძიმე ცოცვისგან. ის საათებია ამ კედელს ცოცავს, დაღლილია და ცხალი თითქმის აღარ აქვს. მზის ჩასვლამდე 1 საათზე ნაკლებია დარჩენილი. რთული ნაწილი უკვე დასრულებულია. ეხლა მხოლოდ ჩამოსვლა დარჩა. ეს დაშვება მას ასობით ჯერ გაუკეთებია. მან ზუსტად იცის უსაფრთხოების ყველა ნაბიჯი, არ ოხმანობს. ეს მოხდა ბრედ გობრაითის ბოლო წუთებში.
Brad Gobraith ისე არ ცხოვრობდა როგორც უმეტესობა. პირველ რიგში მისი ცხოვრება წარმოუდგენლად მოძრავი იყო და ამას პირდაპირ მნიშვნელობით ვამბობ. მისი სახლი პირდაპირ ჰონდა Civic-ი იყო. ყველაფერი რაც კი ჰქონდა იმ მანქანაში ეტეოდა. საძილე ტომარა, ბანაკის ქურა, ცარცის ჩანთა, საცოცი ფეხსაცმელი. ის კლდიდან კლდეზე დადიოდა, ამერიკის დასავლეთში. თითქმის სულ გარეთ ცხოვრობდა და თითქმის ყოველ დღე ადიოდა კლდეზე. რატომ ცხოვრობდა ასე? ორობდა ასე. რადგან ბრედისთვის კლდეზე ცოცვა იყო ერთადერთი რამ, რაც ყოველ დღე უნდა გაეკეთებინა. ბრედი დაიბადა 1988 წლის 16 ივნისს, კალიფორნიის გარეუბნებში. კლდეზე ცოცვიდან იმდენად შორს, რამდენადაც კალიფორნიელი ბავშვის ბავშვობა შეიძლება იყოს. მისი მშობლები ლაშქრავდნენ, მაგრამ კლდეზე არ ცოცავდნენ, თუმცა ცოცვა ბრედს ძალიან იზიდავდა. როცა ბრედი 5 წლის იყო და ფეხბურთზე მიიყვანეს, ბურთის დევნის ნაცვლად, კარების ძელებზე აძვრა. 8 წლის ასაკში კი მამასთან ერთად უიტნის მთაზე ავიდა. მისმა დედამ მოგვიანებით თქვა, რომ ბრედი იმ მთიდან შეცვლილი ჩამოვიდა. ამის შემდეგ მისი თქმით სკოლაში ყოფნა აღარ იყო მთავარი. ეს იყო კლდეზე ყოფნა, მაღლა ასვა და საკუთარი თავის გამოცდა იმასთან, ვისაც მისი გამართლება არ აინტერესებდა. და ამ გადაწყვეტილების შედეგები საოცარი იყო. კარიერის განმავლობაში ბრედმა ისეთი რაღაცები გააკეთა, რაც ბევრ მთამსვლელს ვერც კი წარმოუდგენია. მან ელ კაპიტანზე ასვლა 100-ზე მეტჯერ დაასრულა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლდე დედამიწაზე. თამსვლელების უმეტესობას, ვინც ამ კლდეზე ასვლას ცდილობს, 3-5 დღე სჭირდება. ისინი ჰაერში დაკიდებულ კარვებში იძინებენ, ათასობით ფუტის სიმაღლეზე, ატარებენ აღჭურვილობას და ყველაზე რთულ მონაკვეთებზე ასასვლელად სპეციალურ მოწყობილობებს იყენებენ. ბრედი ასე არ ადიოდა. მისი ფილოსოფია მარტივი იყო. გამოიყენე მხოლოდ ხელები და ფეხები კლდეზე. თოკი იქ მხოლოდ იმისთვისაა, რომ დაგიჭიროს თუ ჩამოვარდები და არა იმისთვის, რომ თავი აიწიო. ამას თავისუფალ ცოცვას უწოდებენ და ბრედი ამას რამდენჯერმე აკეთებდა ისეთ რთულ მარშრუტებზე, რომლებსაც მთამსვლელთა სამყაროში 5.13-ით აფასებენ. დონეზე, სადაც ელიტარული პროფესიონალი მთამსვლელებიც კი წვალობენ და ვერ ახერხებენ. მაგრამ ზოგიერთ მარშრუტზე ბრედი კიდევ უფრო შორს მიდიოდა. ის თავისუფალი სოლოისტიც იყო. ეს ნიშნავს, რომ საერთოდ თოკის გარეშე ცოცავდა. არანაირი უსაფრთხოების სისტემა, არანაირი დაზღვევა. ერთი შეცდომა, ფეხის წამოწდენა, ან ხელის არასწორად დაჭერა, ნიშნავს სიკვდილს. და ბრედი ამას ისეთ მარშრუტებზე აკეთებდა, სადაც დაცემა მყისიერად მოკლავდა. მისი ყველაზე რთული თავისუფალი სოლო იყო მარშრუტი სახელად Hairstyles and Attitudes, ელდორადოს კანიონში, კოლორადოში. სანამ გადაწყვეტდა ამ მარშრუტის თოკის გარეშე ავლას, მან ეს მარშრუტი მინიმუმ 50 ჯერ გაიარა თოკით, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. იგი ვარჯიშობდა თითოეულ მოძრაობას, იმახსოვრებდა თითოეული ხელის და ფეხის დადების ადგილს, სანამ ეს მიმდევრობა მის კუნთოვან მეხსიერებაში არ ჩაიბეჭდა. 2 კვირით ადრე, სანამ რეალურ სოლო ასვლას დაიწყებდა, მან ავიდა კლდის ძირამდე და უკან დაბრუნდა. შიში არ უკრებოდა, ამიტომ ჩამოვიდა. როცა ბოლოს მოახერხა ეს, სიდარ რაიტმა, რომელმაც ასვის გადაღება მოახდინა, თქვა, რომ ეს იყო ყველაზე საშიში რამ, რაც ოდესმე გადაუღია. ბრედმა თვითონაც მოგვიანებით აღიარა. შეიძლება ამ შემთხვევაში ზედმეტად გადავწიე ზვარი. იყო ეს საშიში, რა თქმა უნდა. 2008 წელს მისმა ასვლის პარტნიორებებმა ელ კაპიტანზე გუნდის წევრობიდან მოხსნეს, რადგან მისი ცოცვა იმდენად ქაოსური და საშიში გახდა, რომ ხალხი მის გვერდით თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდა. თვით ალექს ჰონოლდმაც, რომელიც ასევე საკმაოდ ცნობილი იყო თავისი თავზე ხელაღებული ცოცვით, ბრედზე 2015 წლის ინტერვიუში ასე თქვა. ის მართლაც კარგი მთამსვლელია, უბრალოდ არასაუკეთესო მთამსვლელი. ვფიქრობ, მომდევნო 1-2 წელი მისთვის გადამწყვეტი პერიოდი იქნება. მას ნამდვილად აქვს დიდი პოტენციალი, მაგრამ ცოტათი ვნერვიულობ მასზე. ეს შიში სრულიად უსაფუძვლო არ იყო. მაგრამ რაც 2 წლის შემდეგ მოხდა, დაამტკიცა, რომ ბრედი პოტენციალზე ბევრად მეტი იყო. 2017 წლის ოქტომბერში ბრედი და მისი პარტნიორი ჯიმ რეინოლდსი გაემართნენ ელ კაპიტანზე, იოსემიტის ველზე, ნოუზის მარშრუტზე, სიჩქარის რეკორდის დასამყარებლად. ეს ასვლა, როგორც წესი, ყველაზე გამოცდილ ალპინისტებსაც კი 3-დან 5 დღემდე დრო სჭირდება. ალექს ჰონოლდს ეკავა არსებული რეკორდი 2 საათი, 23 წუთი და 46 წამი. ბრედი და ჯიმი ამ რეკორდის მოხსნას უკვე წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ. ეს იყო მათი მე-11 მცდელობა მხოლოდ იმ შემოდგომაზე. 11-ჯერ ავიდნენ და ჩამოვიდნენ. იმ კედელზე აუმჯობესებდნენ ტექნიკას, იმახსოვრებდნენ თითოეულ მოძრაობას, არ ყვევდნენ, სად შეეძლოთ წამების დაზოგვა. და 21 ოქტომბერს ბოლოს შეძლეს 2 საათი, 19 წუთი და 44 წამი. 4 წუთით უფრო სწრაფად ვიდრე ალექს ჰონოლდი. ბოლო ასვლაზე, მწვერვალისკენ ბოლო 20 ფუტზე, არც ერთი მათგანი არაფერში იყო ჩაკიდებული. უბრალოდ დაუზვევლად დაასრულეს მონაკვეთი. ბრედმა მოგვიანებით ეს ყველაზე საშიშ საქმედ დაასახელა, რაც კი ოდესმე გაუკეთებია, მაგრამ მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ბრედმა ერთხელ თქვა, რომ მას ყველაზე მეტად კლდეზე ცოცვაში მისი სიმარტივე უყვარდა. მხოლოდ ის და კლდე, არც თოკები, არც აღჭურვილობა, არც სირთულეები. ამ გამოწვევის სისუფთავე, ის აბსოლუტური კონცენტრაცია, რასაც ის მოითხოვდა, სწორედ ეს აბრუნებდა მას ისევ და ისევ.
ეხლა უნდა იცოდეთ, ბრედი უსაფუძვლოდ რისკიანი არ ყოფილა. ის იყო ზუსტი, გამოცდილი და გულწრფელი იმ კომპრომისების მიმართ, რასაც აკეთებდა. ის უბრალოდ სჯეროდა, რომ მისი ოსტატობა იმ ვიწრო ზღვარშიც საკმარისი იყო. და წლების განმავლობაში ის მართალი იყო. 2019 წლისთვის ბრედ გობრაიტი 31 წლის იყო და თავისი შესაძლებლობების აბსოლუტურ პიკზე იმყოფებოდა. მას 4 სხვადასხვა კლდეზე სიჩქარის რეკორდები ჰქონდა დამყარებული. მას ჰქონდა პირველი ასვლები, მას ჰქონდა თავისუფალი სოლო ასვლები, რომელთა შესახებაც სხვა მთამსვლელები ნერვიულობდნენ მხოლოდ მოსმენითაც კი. საზოგადოება მას მხოლოდ არ სცემდა პატივს. ისინი აკვირდებოდნენ მას, სწავლობდნენ მის მოძრაობებს და ცდილობდნენ მის მსგავსად ემოძრავათ. იმ ნოემბერში ბრედი სამხრეთ კალიფორნიიდან 15 დამსკები და საშუალო დონის მთამსვლელის ჯგუფთან ერთად მექსიკაში ელ პოტრერო ჩიკოში გაემგზავრა. ის არაფორმალურად გიდობდა თავის კარგ მეგობარ ჯულიან ბაქსტერთან ერთად. სამშაბათს 26 ნოემბერს ბრედმა და ჯულიმ ერთად აიარეს კლასიკური მარშრუტი, სახელად Space Boys-ი. ჯულიმ მოგვიანებით თქვა, რომ ბრედი იმ დღეს ძალიან ფრთხილი და ყურადღებიანი იყო. მან თქვა, როცა ერთად ვცოცავდით, ბრედი ყველაფერს წესების მიხედვით აკეთებდა. ძალიან ცდილობდა უსაფრთხო, მრავალსაფეხურიანი ცოცვის ტექნიკა ესწავლებინა ჩემთვის და ყველაფერს აკეთებდა, რომ უსაფრთხოდ ყოფილიყავი. იმ სამშაბათ საღამოს ბრედმა Instagram-ზე თხოვნა გამოაქვეყნა. ჯული მეორე დღეს დასვენებას აპირებდა, მაგრამ ბრედი უფრო რთულ და გამოწვევებით სავსე მარშრუტზე ცოცვას გეგმავდა, ვიდრე ის, რასაც ჯგუფთან ერთად აკეთებდა. ის ეძებდა ვინმეს, ვინც 4 შაბათს მასთან ერთად El Sendero Luminosos მარშრუტზე ავიდოდა. ალპინისტმა, სახელად აიდენ ჯეიკობსენმა, პოსტი ნახა და ბრედს დაუკავშირდა. ასე რომ 4 შაბათს 2019 წლის 27 ნოემბერს ბრედი მექსიკაში, El Potrero Chicos ტერიტორიაზე, El Toros ძირას იყო და ემზადებოდა აიდენთან ერთად ასასვლელად. 26 წლის ალპინისტთან ფენიქსიდან, რომელსაც ახლახან შეხვდა. აიდენი გამოცდილი იყო, მაგრამ ბრედის გამოცდილებასთან ახლოსაც ვერ მივიდოდა. იმ დღეს ისინი ცდილობდნენ ავსულიყვნენ მარშრუტზნებდნენ მარშრუტზე, სახელად El Sendero Luminoso, ანუ მბრწყინავი ბილიკი. ეს იყო 1500 ფუტის სიგრძის უწყვეტი კირქვა, რომელიც შედგებოდა 15 მონაკვეთისგან და ყველაზე რთულ ადგილას შეფასებული იყო როგორც 5.12D. ასე რომ ეს ჩვეულებრივი იოლი გასვლა არ იყო, თუნდაც ბრედისთვის. და იმის გასაგებად რაც შემდეგ მოხდა, აი რა უნდა იცოდეთ კლდეზე ცოცვის შესახებ. როცა დიდ კედელზე ადიხართ, თოგზე ხართ მიბმული. თქვენი პარტნიორი ქვემოთაა. ის უჭირავს თოკის მეორე ბოლო და თანდათან გაძლევთ, როგორც კი მაღლა ადიხართ. თუ ფეხი დაგიცდათ და ჩამოვარდით, თოკი დაგიჭერთ. ადიხართ იმდენად მაღლა, რამდენადაც თოკი გაძლევთ საშუალებას, რაც ჩვეულებრივ რამდენიმე ნიმე ასეული ფუტია. შემდეგ ჩერდებით კლდეზე მიმაგრებულ ლითონის რგოლებთან, რომელსაც ანქორი ეწოდება. ამ რგოლებში იკრავთ თავს, თქვენი პარტნიორი ამოდის თქვენთან შესახვედრად. შემდეგ ამ პროცესს იმეორებთ ისევ და ისევ, სანამ წვერვალს არ მიაღწევთ. ბრედისთვის ეს ნიშნავდა ხელების ბზარებში ჩაკრას და სხეულის წონის დაჭერას, პატარა კირქვის ჩაჭიდებებზე, სანამ წინა მხრები არ დაეწვებოდა. და გახსოვდეთ, ის საათობით ადიოდა შუადღის სიცხეში, საუზმის შემდეგ ნორმალური საკვებიც კი არ ჰქონდა მიღებული. და ეს ყველაფერი ყურადღებით და კონცენტრაციით უნდა გაეკეთებინა, რადგან შეცდომა ნიშნავს დავარდნას. და მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების თოკით ადიოდა, დავარდნა მაინც მტკივნეულია. ასე გაატარეს დღე ბრედმა და აიდენმა. მონაკვეთის შემდეგ მონაკვეთი, საათების განმავლობაში უწყვეტი ცოცვა, ისეთ სირთულეზე, რომელიც უმეტეს გამოცდილ მთამსვლელს ადგილზე გააჩერებდა. და ბრედმა ყველა საფეხური წარმატებით აიარა. პირველივე ცდაზე, არანაირი დაცემა, ასეთი გრძელი და რთული მარშრუტისთვის ეს მართლაც გამორჩეული მიღწევა იყო. გვიან შუადღისთვის ისინი მწვერვალზე იდგნენ. რთული ნაწილი უკვე დასრულებული იყო. გვიან ღამით კანიონი მათ ქვემოთ იშლებოდა. ისინი მწვერვალზე ავიდნენ. წარმომიდგენია, ცოტა ხანს იქ გაჩერდნენ, სუნთქვა დაირეგულირეს, წყალი დალიეს და ხეც გადახედეს. ის მომენტი, როცა შენი სხეული დაღლილია, მაგრამ გონება რთული საქმის დასრულებას ზეიმობს. ერთ-ერთი საუკეთესო გრძნობა ამ სოფლიოში. ადრენალინი ჯერ კიდევ შენშია, მაგრამ შიში გაქრა. შეძელი, რთული საქმე უკვე უკან დარჩა. აი რას ნიშნავდა ეს ბრედისთვის. ეხლა მათ უბრალოდ უნდა ჩამოსულიყვნენ. აი როგორ ჩამოდიან ხოლმე მთამსვლელები ასეთ კედელზე. იღებ თოქს და ატარებ იმავე მეტალის რგოლებში, რომლებსაც ასვლისას იყენებდი. ახლა კი, ასვლის ნაცვლად, თოქზე ეშვები, აღჭურვილობაზე დამაგრებული სპეციალური მოწყობილობის დახმარებით, რომელიც სიჩქარეს არეგულირებს. ეშვები ქვემოთ, შემდეგ რგოლებამდე. როცა იქ მიხვალ, თოქს ზემოდან კაჩავ, ის რგოლებში გადის და შენთან ჩამოდის. შემდეგ თოქს, შემდეგ რგოლებში ატარებ და ყველაფერს თავიდან იმეორებ. ეს თითო ადამიანი ცალ-ცალკე აკეთებს. ეს მეთოდი ყველაზე უსაფრთხოა, მაგრამ ნელია. საშუალოდ, ალპინისტს ამ გზით სრულად ჩამოსასვლელად 2-დან 4 საათამდე სჭირდება. და ეს იყო პრობლემა. მზის ჩასვლა 18:45-ზე იყო. და დაღლილ მდგომარეობაში, ბნელში დაშვება, როცა ძლივს ხედავ, სად მიდიხარ ასეთ რთულ მარშრუტზე, საკმაოდ საშიშია. ბრედმა სხვა რამე შემოგთავაზა, უფრო სწრაფი.
ამის ნაცვლად რომ ერთ ჯერზე ერთი ადამიანი ჩასულიყო, რა იქნებოდა ორივე ერთად რომ ჩასულიყო? Talks ჩვეულებრივად ატარებ ანკერის გოლებში, მაგრამ იმის ნაცვლად რომ ჩამოიღო და ყოველ სადგურზე თავიდან გაატარო, მას იქვე ტოვებ. ერთი ადამიანი თოკის ერთ მხარეს ეკიდება, მეორე კი მეორე მხარეს და ორივე ერთდროულად ეშვებით ქვემოთ. თქვენი წონა ერთმანეთს აბალანსებს და თოკს ზემოთ, ანკერზე, ადგილზე ამაგრებს. ამ მეთოდს სიმულტანურ რაპელინგს უწოდებენ. ეს არ არის ის, რასაც დამწყებთათვის განკუთვნილ კურსზე ისწავლიდით, მაგრამ ეს მეთოდი გავრცელებულია ელიტარულ სწრაფ მთამსვლელებს შორის. ბრედს ადრე ათეულობით ჯერ გაუკეთებია. მისთვის ამ ეტაპზე ეს ალბათ ჩვეულებრივი საქმე იყო. აიდენისთვის, ბრედის დონის ადამიანთან ერთად ცოცვა, ტექნიკის კითხვის ნიშნის ქვეშ დაკენება ალბათ თავშიც არ მოსვლია. მათ ყველაფერი მოაწყვეს. დაიწყეს ერთდროული დაშვება მწვერვალიდან, მაგრამ როცა მეცხრე მონაკვეთამდე მივიდნენ, პრობლემას წააწყდნენ. იმ ანკერთან უკვე ორი მთამსვლელი იყო. ლიტონის რგოლები, სადაც ბრედმა და აიდენმა შემდეგი დაშვება უნდა მოაწყონ, დაკავებული იყო. ოთხივესთვის ადგილი არ იყო. ამიტომ ბრედმა და აიდენმა უნდა გაარკვიონ, სად კიდევ შეეძლოთ წასვლა. მათ ქვემოთ იყო დიდი ბაქანი, მეხუთე მონაკვეთის თავზე. ეს იდეალური იქნებოდა. ეს იყო დიდი და კომფორტული ადგილი დასაშვებად. მაგრამ როცა ნახეს, რამდენი თოკი ჰქონდათ, მიხვდნენ, რომ საკმარისად გრძელი არ იყო, რომ ერთ ჯერზე იმ ბაქანზე ჩასულიყვნენ. ამიტომ მათ მეექვსე მონაკვეთი აირჩიეს. ეს დიდი ბაქნის ზემოთ მხოლოდ 50 ფუტით იყო. საჭირო იყო მოკლე დაშვება თოკით, არაფერი რთული და სწორედ აქ მიიღეს ის გადადამწყვეტი გადაწყვეტილება. ჩვეულებრივ, როცა დაშვებას ამზადებ, თოკს იღებ და მას იმ მეტალის რგოლებში ატარებ, რომლებიც კლდეზეა მიმაგრებული. შემდეგ თოკს ქაჩავ, სანამ მისი ზუსტი შუა ნაწილი იმ რგოლებთან არ აღმოჩნდება. ესე თოკის ორივე მხარე, რომელიც შენს ქვემოთ კიდია, ერთნაირი სიგრძისაა, ორივე მხარეს თანაბრად. მაგრამ ბრედმა და აიდენმა ამჯერად ასე არ გააკეთეს. რადგან დაშვება ძალიან მოკლე იყო, იფიქრეს, რომ არაფერი მოუვიდოდათ. არ შეამოწმეს თოკი თანაბრად იყო თუ არა გადანაწილებული. აიდენი ხედავდა, რომ მისი მხარე აშკარად ეხებოდა ქვემოთ მდებარე ბაქანს. ბრედის მხარე კი გვერდით ბუჩქში იყო გახვეული. აიდენმა ბრედს კითხა, ყველაფერი რიგზეა? ბრედმა შეხედა, როგორ იყო ყველაფერი გაწყობილი და თქვა, კი, გზაში თოკს გავხსნით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ნაბიჯია დარჩენილი. უნდა დაუკავშირო დიდი კვანძები თოკის ორივე ბოლოში. სქელი, მასიური კვანძები, რომლებიც ძალიან დიდია, რომ შენი რაპელის მოწყობილობაში გაიტანო. ასე რომ თუ რამე არასწორად წავა, კვანძი ფიზიკურად გაიჭედება შენს მოწყობილობაში და შენ შეწყვეტ დაშვებას. შეამჩნევ, რა ხდება და ასწორებ. მაგრამ ბრედმაც და აიდენმაც კვანძები არ დაუკრავთ. მხოლოდ 50 ფუტია, არაფერი მოუვათ. ბრედი ერთ მხარეს გადავიდა ზღვარზე. აიდენი მეორე მხარეს მიხვა, ოდნავ ზემოთ იყო განლაგებული და ერთად დაიწყეს დაშვება. აიდენმა აღწერა, რა მოხდა შემდეგ, Outside Magazine-თვის მიცემულ მონათხრობაში. დავიწყეთ დაშვება. მე ოდნავ ზემოთ ვიყავი, მარცხნივ ვიყავი, ის მარჯვნივ იყო. მერე უცებ, ვიგძენი მკვეთრი ჩხაკუნი და დავიწყეთ ვარდნა. რაც ვერ გაიაზრეს, იყო ის, რომ ბრედის მხარეს იმდენი თოკი არ იყო, რამდენიც ეგონათ. არ იყო საკმარისი, რომ ბრედი ბაქანზე ჩასულიყო. და რადგან კვანძი არ იყო, რომ შეეჩერებინა, თოკი პირდაპირ ბრედის მოწყობილობაში გაიარა. აიდენმა ის მომენტი გაიხსენა და თქვა, მან იყვირა, მეც დავიყვირე. გავიარე მცენარეებში და შემდეგ მხოლოდ ის მახსოვს, როგორ გადაცდა კიდეს მისი ლურჯი გრუმიჩის პერანგი. ის ხმა იყო თოკის მოკლე ბოლო, რომელიც ბრედის რაპელის მოწყობილობიდან გაცურდა, რადგან არაფერი აფერხებდა, თოკი პირდაპირ გაიარა. ისინი დაახლოებით 20-დან 30 ფუტამდე სიმაღლეზე იყვნენ ბაქანის ზემოთ, როცა ორივე ჩამოვარდა. აიდენი 60-დან 80 ფუტამდე სიმაღლიდან ჩამოვარდა, სანამ ბუჩქში არ ჩავარდა, რომელმაც ნაწილობრივ შეამსუბუქა მისი დაცემა, შემდეგ კი ქვიან ბაქანს დაეცა. მან ორივე კოჩი მოიტეხა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მაგრამ ცოცხალი იყო. ბრედი ასეთი იღბლიანი არ აღმოჩნდა. მისი დაცემის შესამსუბუქებლად ბუჩქი არ ყოფილა. იმ მონაკვეთში ისინი მიწიდან 600 ფუტის სიმაღლეზე იყვნენ და ასეთ სიმაღლეზე, ასეთ სიჩქარეზე ადამიანს მიწამდე მისასვლელად დაახლოებით 5-დან 6 წამამდე სჭირდება. 5-დან 6 წამამდე, როცა ზუსტად იცი რა ხდება და სრულიად უძლური ხარ, რომ შეაჩერო ეს. მაინტერესებს რა გადიოდა მის გონებაში. ცდილობდა რამეს ჩაჭიდებოდა, ფიქრობდა რა არასწორად მოხდა. თუ უბრალოდ სუფთა მყისიერი შიში იგრძნო და მერე არაფერი. ამას ვერასდროს გავიგებთ. რაც ვიცით ისაა, რომ ბრედი ძლიერად დაეცა ელ-ტოროს ძირში. სხვა მთამსვლელებმა, რომლებიც ელ-ტოროს ძირში იყვნენ და ავარიას შეესწრნენ, მაშინვე გამოიძახეს დახმარება, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ბრედი ადგილზე გარდაიცვალა ძლიერი ბლაგვი ტრაუმის შედეგად. ის მხოლოდ 31 წლის იყო. ზოგიერთი ადამიანისთვის ბრედის დასასრული გარდაუალი ჩანდა. მან ზედმეტად დიდ ხანს და ზედმეტად ძლიერად დააჭირა საკუთარ თავს. მთელი თავისი კარიერა მან ძალიან ვიწრო ზღვარზე გაატარა და ბოლოს ერთ-ერთმა ამ ზღვარმა უმტყუნა.
მაგრამ რაც უფრო მეტად დააკვირდები ზუსტად რა მოხდა, მით უფრო ნაკლებად გამართლებულია ეს ახსნა. ბრედმა იცოდა, როგორ დაეკვანძა დამჭერი კვანძები. მას სიმულტანური რაპელინგი თითქმის ყველაზე უკეთ ესმოდა. სწორედ ამ ტექნიკებს ასწავლიდა ჯულის წინა დღეს. მან ეს ტექნიკა წარმატებით ათეულობით ჯერ გამოიყენა. მაშ, რა მოხდა სინამდვილეში? 1997 წელს კოგნიტურმა ფსიქოლოგებმა ბერნმა და ბოვაერმა გამოავლინეს ქცევა, რომელსაც მათ პოსტდასრულების შეცდომა უწოდეს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ამოცანის მთავარი მიზანი მიღწეულია და მნიშვნელოვანი დამხმარე ნაბიჯი ჯერ კიდევ დარჩენილია, მაგრამ ეს ნაბიჯი გამოტოვებულია. ტვინი აფიქსირებს, რომ მისია დასრულებულია და თავის კოგნიტურ რესურსებს ამოცანიდან სხვა მიმართულებით გადაანაწილებს. დარჩენილი ნაბიჯები ნაკლებ ყურადღებას იღებს. ამ შეცდომის მაგალითები თითქმის სამარცხვინოა. ბარათის დატოვება ბანკომატში, მას შემდეგ რაც ფული აიღე, ან ორიგინალი დოკუმენტის დატოვება ქსეროქსზე, მას შემდეგ რაც ასლები გააკეთე. მიზანი იყო ფული, ასლი, მიზანი შესრულებულია. ტვინი გადადის შემდეგზე. დამხმარე ნაბიჯი, როგორიცაა ბარათის ან დოკუმენტის წამოღება, გამორჩენილია. ზღვის დონეზე ასეთი შეცდომები უბრალოდ სამარცხვინოა. ცოცვაში კი სასიკვდილოა. იმ წამსვე, როგორც კი ბრედი და აიდენი ავიდნენ ელ სენდერო ლუმინოსოზე, მათი ტვინები გადავიდა მაღალი სიფხიზლისა და კონცენტრაციის რეჟიმიდან, რომელიც 1500 ფუტის ტექნიკურ ცოცვაში ეხმარებოდათ, იმ რეჟიმში, რომ ყველაფერი დასრულდა. და ამ მოდუნებულ მდგომარეობაში, როცა ფიქრობ, რომ მხოლოდ 50 ფუტია და თოკის შუაზე გასწორება საჭირო არ არის, სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები გეჩვენება გონივრულად, როცა მთავარი სირთულე გადალახულია. ამას ემატება ფიზიკური გადაღლაც. საშუალოდ რამდენიმე საათიანი რთული ცოცვის შემდეგ, ტვინის უნარი, შეამოწმოს პროცედურული შეცდომები, შესამჩნევად ქვეითდება. ეს არ არის მხოლოდ ბრედ გობრაითის პრობლემა, ეს ადამიანური პრობლემაა და მონაცემებიც ამას ადასტურებს. მსოფლიოს უმაღლეს მთებზე სიკვდილიანობის 56-დან 80%-მდე შემთხვევა ხდება მაშინ, როცა მწვერვალი უკვე დაპყრობილია და ადამიანები უკან ბრუნდებიან. კომერციულ ავიაციაში თითქმის ყველა სასიკვდილო ავარიის ნახევარი ხდება დაფრენისა და დაშვების დროს, ანუ ფრენის იმ ბოლო ეტაპზე, როცა ყველა სირთულე უკვე გადალახულია ეკიპაჟისთვის. ჩრდილოეთ ამერიკის ცოცვაში დაშვებისას თოკით ჩამოსვლა ყოველწლიურად 3 წამყვან მიზეზს შორისაა სასიკვდილო შემთხვევების მხრივ. ბრედმა ერთი უბრალო შეცდომა დაუშვა და ამისთვის სიცოცხლით გადაიხადა. 1993 წლის 26 მაისი, იოსემიტის ველი, კალიფორნია. დერეკ ჰერსიმ 16 საათი გაატარა ელ კაპიტანზე. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ კლდეზე ცოცვაში, მხოლოდ 1 კილა პეპსით. მან შეძლო ეს, რადგან დერიკ ჰერსი ყოველთვის ახერხებდა. 2000 წლეულის განმავლობაში თავისუფალ სოლო ცოცვაში, თოკების გარეშე ცოცვაში, დერიკ ჰერსი არასდროს დაცემულა, არც დაიმონდზე, არც შავ კანიონში, არც კოლორადოში, ვაიომინგში და კალიფორნიაში გავლილ ათასობით მარშრუტზე. სოცვის სამყაროში მას დოქტორ სიკვდილს ეძახდნენ, არა იმიტომ, რომ უგუნური იყო, არამედ იმიტომ, რომ არაფერი შეეძლო მისთვის ზიანის მოყენება. ამიტომ, როცა მან თავის პარტნიორს უთხრა, რომ მარტო, სწრაფად აპირებდა ასვლას მარშრუტზე, რომელიც მის შესაძლებლობებზე ბევრად დაბალ დონეზე იყო შეფასებული, არავინ შეშფოთებულა. მაგრამ ის აღარ დაბრუნდა. რაც მის ისტორიაში მაწუხებს ისაა, რომ ეს მხოლოდ ერთი შეცდომა არ ყოფილა. გამომძიებლებმა ერთი ტრაგედია არ აღმოაჩინეს. ეს ჯაჭვი იყო. რაც იმ დღეს მოხდა, იოსემიტის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ საიდუმლოდ რჩება. ეს არის დერიკ ჰერსის საშინელი ბოლო წუთები. 1980-იან წლებში მთამსვლელებს დერიკისთვის ზედმეტ სახელი ჰქონდათ. მას დოქტორ სიკვდილს ეძახდნენ. და გულწრფელად რომ თქვათ, როცა ნახავთ რას აკეთებდა ეს კაცი კლდეზე, ალბათ დაეთანხმებით. 1999 წელს დერიკი მივიდა დაიმონდის ძირთან, 900 ფუტის სიმაღლის თითქმის ვერტიკალურ კედელთან, რომელიც იმ დროს ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მთის კედლად ითვლებოდა. საუზმეზე მას 3 ფიგ ნიუტონი და სნოუბოლის ნამსხვარი ჰქონდა. შემდეგ, თოკის გარეშე, მან აიარა მთის ერთი მხარე, ჩამოვიდა სხვა მხრიდან და კვლავ ავიდა ზედიზედ. თოკის გარეშე, თითქმის 3000 ვერტიკალური ფუტის ტექნიკური კლდე დაფარა. ეს ყველაფერი შუა დღემდე. 2 წლის შემდეგ დერიკი დაბრუნდა შავ კანიონში, განისონის ეროვნულ პარკში, კოლორადოში. ეს ისეთი ღრმა და ვიწრო ხეობაა, რომ როდესაც კიდეზედ გახარდა ქვემოთ იყურები, ფსკერზე მდინარე თხელი ვერცხლისფერი ძაფივით ჩანს. კედლები თითქმის 1700 ფუტით პირდაპირ ეშვება ქვემოთ. უფრო ბნელია ვიდრე ოდესმე გინახავს. დაფარულია უძველესი ქვით, რომელსაც მილიონობით წელია მზის შუქი არ უნახავს. მთამსვლელების უმეტესობა, ვინც ამას ცდილობს, ამას ფსიქოლოგიურად დამახჩობელ გამოცდილებად მიიჩნევენ და თოკებით, პარტნიორებთან და რამდენიმე დრიანი მომზადებით აკეთებენ. დერეკი მარტო წავიდა და ერთ დრეში ამ კანიონში 3 სხვადასხვა კედელი აიარა. ჯამში 30-ზე მეტი ცალკეული სამთამსვლელო მონაკვეთი დაფარა.
ეს იგივეა, რაც Empire State Building-ის სამჯერ ზედა ქვედა ასვლა, ჩამოსვლა, ყველაფერი 4 საათზე ნაკლებ დროში. ასე რომ, სახელი დოქტორი სიკვდილი ნამდვილად არ იყო გადაჭარბებული. როგორ ხდება ადამიანი ასეთი? ძალიან მარტივად. დერეკი გაიზარდა მანჩესტერის სამხრეთ-დასავლეთის გარეუბანში, მუშათა კლასის ოჯახში, 1950-იანი წლების ბოლოს. მისმა მამამ მას ლაშქრობა შეაყვარა, მაგრამ დერეკს სურდა აესვლა ინგლისის სოფლის პეიზაჟიდან ამოზრდილ უძველეს, მუქ და უხეშ კლდეებზე. პრობლემა ის იყო, რომ 13 წლიანს არ ჰქონდა ფული საცოცი აღჭურვილობისთვის. თოკები, უსაფრთხოების კამრები, უსაფრთხოების აღჭურვილობა, არც ერთი იყო იაფი. ამიტომ მან ერთადერთი გააკეთა, რაც შეეძლო, ავიდა ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე. სხვა ბავშვები როცა კრიკეტს თამაშობდნენ, პატარა დერეკი თოკისა და დაცვის გარეშე ცოცავდა. აი ესაა მთელი მისი ისტორიის დასაწყისი. საკუთარი თინეიჯერობის ბოლოსთვის ის იმ ახალგაზრდა ბრიტანელი მთამსვლელების თაობის ნაწილი იყო, რომლებმაც კლდეები მთელ ცხოვრებად აქციეს. ისინი ღამეს ატარებდნენ ავტობუსის გაჩერებებში, სამშენებლო ობიექტებზე და ხის ფარდულებში. ისინი ორ კვირაში ერთხელ იღებდნენ უმუშევრობის დახმარებას და ამ ფულს მთამსვლელობაში შეხარჯავდნენ. სხვა არაფერი იყო, არც კარიერული გეგმები, არც დანაზოგი, არც ბინები, მხოლოდ კირქვა, გრიდსტოუნი და ზემოთ ცივი ინგლისური ცა. დერიკი არ იყო ერთადერთი ნიჭიერი მთამსველი იმ ჯგუფში, მაგრამ ის რაც მას სხვებისგან გამოარჩევდა, უფრო რთულად განსასაზღვრი რამ იყო. ის ხმაურიანი, გულუხვი და თითქმის აგრესიულად მხიარული და კომუნიკაბელური იყო. ეს ძალიან დაეხმარა მას, როცა ალპებში ავტოსტოპით წავიდა, თან არ ჰქონდა ფული და საჭმელი, გარდა 24 მარსის შოკოლადის ფილასა. ის ადიოდა მარშრუტებზე წვიმაში, რომლებზეც სხვები იდეალურ პირობებშიც კი არ ავიდოდნენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მან იპოვა გზა, რომ 1980 წელს კალიფორნიაში გაფრენილიყო და იოსემიტი საკუთარი თვალით ენახა. რადგან შენთვის და ჩემთვის ისინი ჩვეულებრივ გრანიტის კედლებად გამოიხურება. მაგრამ დერეკისთვის ეს 60 იყო. დერეკმა იქ სამი თვე გაატარა. იმ კედლების ძირას სხვა მთამსველებთან ერთად იძინებდა და ყოველ დღე ადიოდა. მან თავისი ყოფნის ბოლოს ინგლისში დაბრუნდა, მაგრამ რაღაც შეიცვალა. იოსემიტის კედლებმა მას აჩვენეს მთამსველობის მასშტაბი, რომლის არსებობაც მანამდე არ იცოდა. ინგლისი, მისი მთელი ცხოვრების სახლი, უცებ პატარა მოეჩვენა, ამიტომ დარჩა. მან ავტოსტოპით იმგზავრა ნიუ-იორკიდან ბოლდერში, კოლორადოში, ჯიბეში მხოლოდ $40. გეგმა იყო 2 კვირით დარჩენა, ის აღარასოდეს წასულა. 1980-იანი წლების ბოლდერი ზუსტად ის იყო, რისთვისაც დერიკი იყო შექმნილი. Climbing-ი მსოფლიო დონის იყო, ცხოვრება იაფი და ქალაქის გარეთ მჭიდრო მდინარის კანიონის ქვიშაქვის კედლებში, რომელსაც ელდორადო ერქვა, ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო კლაიმბინგის კედლები იყო. დერიკი ამას თავის ოფისს ეძახდა. კანიონის გარეთ დერიკ ჰერშე იყო ის, რაც ბოლდერს აქამდე არასდროს ჰყოლია. ის ხმაურიანი და მუდამ მხიარული იყო. ის ყველას ვისაც შეხდებოდა, ასე ესალმებოდა. ჰეი პუნტერ, თავის ცარცის ჩანთას, სიმამაცის ჩანთას ეძახდა. მანქანა არ ყავდა და ტარებაც არასდროს უსწავლია. მისი ოთახი თითქმის მონასტრულივით იყო, რადგან დერიკ ჰერშეის თითქმის არაფერი ჰქონდა. ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. დერიკისთვის ნივთები არ გეხმარება მეტ კლდეზე ასვლაში და არც მეტ მეგობარს გიჩენს. ყოველ დილით დერიკი ელდორადო კანიონში მიდიოდა. როგორც ცვლის მუშა, ცარცს ისვამდა ხელებზე, იქრავდა ფეხსაცმელს და იწყებდა 300 ფუტის სიმაღლის კლდეზე, სახელად ქარის კოშკი, ცოცვას. ის ერთ მარშრუტზე ადიოდა, შემდეგ ჩამოდიოდა, შემისევდა, შემდეგ ისევ ადიოდა. თელ კედელს გვერდიდან გვერდზე კვეთდა ისეთი მოთმინებითა და სიზუსტით, რომ სხვა მთამსველები გაოცებულები რჩებოდნენ. სხვათა შორის, Wind Tower-ი დამსგებთათვის განკუთვნილი კედელი არ არის. მის მარშრუტებზე სირთულე საშუალოდ რთულიდან უკიდურესად ტექნიკურამდე მერღეობს. მეტაცილად, თამსველები, რომლებიც გარკვეული მონაკვეთების გავლას ცდილობენ, ამას თოკით, პარტნიორთან ერთად და სრული კონცენტრაციით აკეთებენ. დერეკმა ეს გასახურებლად გააკეთა. და შემდეგ ნამდვილი ცოცვა დაიწყებოდა. ალბათ იფიქრებდით, რომ ასეთი მთამსვლელი სწრაფად და თავისუფლად მოძრაობს. ყოველთვის უფრო მეტს ცდილობს, ყოველთვის შემდეგ მღელვარებას მისდევს. დერეკი სრულიად საპირისპირო იყო. მას კლდეზე არასდროს ეჩქარებოდა. სხვა გაბედული თავისუფალი სოლო მთამსველებისგან განსხვავებით, რომლებიც კლდეზე სწრაფად მოძრაობდნენ, რათა საფრთხეში ყოფნის დრო შეემცირებინათ. დერეკი ირჩევდა ნელა, გააზრებულად, თითქმის მედიტაციურად ცოცვას. და ის არასდროს იწყებდა მარშრუტს, თუ აბსოლუტურად დარწმუნებული არ იყო, რომ თავისუფალი სოლო ცოცვა შეეძლო. მას სოლო ცოცვა არც უკიდურესად და არც სახიფათოდ არ მიაჩნდა. ეს უბრალოდ სიცოცხლის ყველაზე სუფთა გზა იყო. არც თოკი, რომელსაც უნდა მიხედო, არც პარტნიორი, რომელსაც უნდა დაელოდო, არც გონების ნაწილი, რომელიც სხვაგანაა, გარდა იმ კლდისა, რომელიც პირდაპირ მის წინ არის. მხოლოდ მოძრაობა, რიტმი და აბსოლუტური მოთხოვნა, რომ ყოველი მოძრაობა ზუსტი იყოს.
1993 წლის გაზაფხულისთვის დერეკ ჰერსის ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ალპინისტური რეკორდი სპორტის ისტორიაში. 2000 წლეულის განმავლობაში მის ანგარიშზე იყო ათასობით მარშრუტი კოლორადოში, ვაიომინგში, კალიფორნიაში და მის ფარგლებს გარეთ. კედლის შემდეგ ყველა უშუალოდ თოკის გარეშე. მისი ადგილობრივი კლდეზე ცოცვის გზამკვლევი ციგნი მთელ ამბავს ყვებოდა ერთი სიტყვითაც კი ახსნის გარეშე. ან ციგნში ჩამოთვლილი თითქმის ყველა მარშრუტის გვერდით, ასობით გვერდზე, დერეკს თავისი ხელწერით ერთი სიტყვა ჰქონდა მიწერილი: სოლო. 2000 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში დერეკ ჰერსიმ თოკის გარეშე დაახლოებით 1.5 მილიონი ვერტიკალური ფუტი აიცოცა. ეს იგივეა, რაც ზღვის დონიდან ევერესტის მწვერვალამდე ასვლა 50-ზე მეტჯერ. და ამ გზაზე მანჩესტერელი ღარიბი ბიჩი, რომელიც ამერიკაში $40 ჩამოვიდა, ნამდვილი რამე შექმნა. ნამდვილი. გამოცდილმა მთამსვლელებმა მისი ძებნა დაიწყეს. ადამიანები, რომლებიც საუკეთესოებთან ერთად ცოცვას ისურვებდნენ და კარგ ფულს გადაიხდიდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ დერეკს ერთი დღე კედელზე ახოლოდნენ. ამიტომ მან ეს ცოცვის ბიზნესად აქცია. მან მას Extreme Rocky დაარქვა. მისი ნიშა მარტივი იყო: მიუთითე ნებისმიერი მარშრუტი და 20 წამში შენ უკვე დერეკის კვალდაკვალ იქნებოდი. ცნობა სწრაფად გავრცელდა. ეს ერთბაშად წარმატებული გახდა. მისმა ახალმა ბიზნესმა იმდენი ფული მოუტანა, რომ აღჭურვილობა შეეძინა და ცოცვაში თოკებიც გამოეყენებინა, მაგრამ თავისუფალ სოლო ცოცვაზე არასდროს უთქვამს უარი. შეიძლება ითქვას, ეს მისი პირველი სიყვარული იყო. ადამიანისთვის, რომელსაც მანქანა არასდროს ყოლია, ტარება არ უსწავლია და წლები ხის ფარდულებში ეძინა, დერეკ ჰერსი სტაბილურობას იმდენად მიუახლოვდა, რამდენადაც ოდესმე შეძლო. მას შეყვარებული ჰყავდა. ცოცვაში კი საუკეთესო ფორმაში იყო. ის ბოლოს და ბოლოს ფულს შოულობდა იმ ორი საქმის კეთებით, რაც ოდესმე უყვარდა: ცოცვით და ხმამაღალი ლაპარაკით, ხელში ლუდით. ცხოვრება უბრალოდ რომ ვთქვათ, იდეალური იყო. 1993 წლის მაისის შუა რიცხვებში დერეკმა და მისმა ცოცვის პარტნიორმა კრეიგ ლუბონმა ჩაალაგეს აღჭურვილობა და ბოულდერიდან იოსემიტის ხეობაში გაემგზავრნენ. ამ მოგზაურობისთვის მათ ერთი მთავარი მიზანი ჰქონდათ. შემდეგ რაც მოხდა, იოსემიტის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი გადაუჭრელი საიდუმლოა. 1993 წლის 26 მაისი დილის 3 საათი. იოსემიტის ველი სრულიად ბნელი და ჩუმი იყო. ველში არ ისმოდა არც ერთი ხმა, გარდა ორი კაცისა, რომლებიც ჩუმად ალაგებდნენ აღჭურვილობას და ემზადებოდნენ იმ დრისთვის, რომელიც ამ მოგზაურობის განმავლობაში მათთვის ყველაზე რთული ასლა უნდა ყოფილიყო. ისინი ისტორიის შექმნას აპირებდნენ. დილით 5:15-ზე ისინი კედლის ძირას იხვნენ. ამჯერად დერეკისთვის უჩვეულოდ მათთან იყო თოკები და ტექნიკური აღჭურვილობა. ამ ასვას ეს სჭირდებოდა. მათ ზემოთ 3000 ფუტით პირდაპირ შავცაში აღმართული იყო ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ცოცვის მარშრუტი, ნოზი. ყველაზე სერიოზული მთამსვლელები მასზე 4-დან 5 დღემდე ატარებენ, კედელზე ძილობენ და კარვებს კიდებენ, ნელ-ნელა, მონაკვეთ-ნაკვეთად მიიწევენ მწვერვალისკენ. დერეკი და კრეიგი ცდილობდნენ ეს ერთ დღეზე ნაკლებ დროში გაეკეთებინათ. შემდეგი 16 საათის განმავლობაში ისინი ადიოდნენ, მონაკვეთის შემდეგ. ასობით ფუტი გრანიტი მათ ხელქვეშ ჩაიარა. დერეკი ადიოდა თავისი ჩვეულებრივი აუჩქარებელი მოთმინებით. არასდროს ჩქარობდა, არასდროს იყო აფორიაქებული. უბრალოდ მოძრაობდა კლდეზე, ისე როგორც ყოველთვის მოძრაობდა კლდეზე. ერთი გააზრებული მოძრაობა თითოეულ ჯერზე, ასობით ფუტის სიმაღლეზე ველის ფსკერიდან, ისეთივე მშვიდად როგორც კაცი დილის სეირნობისას. ისინი ადიოდნენ დილიდან შუადღის შემდეგაც და საღამომდეც. მზე მათ ზემოთ ცაზე მოძრაობდა და შემდეგ ველის კედლებს მიღმა ჩადიოდა. ჰაერი ცივდებოდა, კლდე მქქალდებოდა ჩამქრალი სინათლის ფონზე, ვარსკვლავები ჩნდებოდა მწვერვალის თავზე, რომელსაც ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ მისულები. ღამის 9 საათზე, დაწყებიდან 16 საათის შემდეგ, დერეკ ჰერსი და კრეიგ ლუბინი ელ კაპიტანის მწვერვალზე ავიდნენ. მათ ეს შეძლეს. მთელი მოგზაურობის მთავარი მიზანი შესრულებული იყო. ფასი? ამ 16 საათის განმავლობაში, რაც მსოფლიოში ყველაზე ფიზიკურად რთულ ასვლებს მოიცავდა, დერეკ ჰერსიმ მხოლოდ 1 კილა პეპსი დალია. მხოლოდ 1. როცა ისინი ველისკენ დაშვებას დაიწყეს, დერეკის ფეხები ძლიერად ეჭიმებოდა. ეს იყო ისეთი ღრმა კუნთოვანი სპაზმები, რომლებიც მოდის საათობით გაგრძელებული ძალისხმევის შემდეგ, როცა სხეული თითქმის არაფრით იკვებება. მაგრამ ისინი დაბრუნდნენ სანისაიდის ბანაკში დილის 5 საათზე. 27 მაისს უსაფრთხოდ. ყველას თქმით, ის კარგ განწყობაზე იყო, მოდუნებული, ბედნიერიც კი. 1993 წლის 28 მაისის დილით დერეკ ჰერსიმ კრეიგს უთხრა, რომ აპირებდა სენტინელ როგზე სტეკ სალათეს მარშრუტის თავისუფალ სოლო ასვას. არავინ იცის, რატომ აირჩია მან სწორედ ის მარშრუტი იმ კონკრეტულ დილას. ეს თავდაპირველ გეგმაში არ შედიოდა.
იმის გასაგებად, რაც შემდეგ მოხდება, უნდა გაიგოთ, რა არის სინამდვილეში სტეკ სალათე. Sentinel Rocky იოსემიტის ველის სამხრეთ მხარეს დგას. ეს არის 3000 ფუტის სიმაღლის გრანიტის მასივი, რომლის ჩრდილოეთ მხარეს თითქმის არასდროს ხდება პირდაპირ მზის შუქი. სტეკ სალათეს მარშრუტი განსაკუთრებით ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს და აქვს ერთი თავისებურება, რომელსაც ყველა ალპინისტი, ვინც კი სცადა, მაშინვე იხსენებს. ის ბნელია და სველია. იმიტომ რომ ის ჩრდილოეთითაა მიმართული და დღის უმეტეს ნაწილში ხეობის კედლების ჩრდილშია, ამ მარშრუტზე ქვა არასდროს შრება ბოლომდე. და ამ ქვის დიდ ნაწილს ფარავს თხელი ბიოლოგიური ქერქი, რომელსაც ლიქენი ეწოდება, ის ნაცრისფერი მწვანე საფარი, რომელსაც ძველ ქვის კედლებსა და საფლავის ქვებზე ხედავთ. როცა ლიქენი მშრალია, ის გარკვეულ ხახუნს იძლევა. როცა ლიქენი სველდება, ის თითქმის ხინულივით ხდება. არა ისე სრიალებს, როგორც სველი ასფალტი, არამედ ისე, რომ ფეხი გიცურდება მანამდე, სანამ ტვინი გააცნობიერებს, რომ რამე შეიცვალა. თავად მარშრუტი დაახლოებით 1500 ფუტის სიმაღლისა და შედგება მონაკვეთებისგან, სადაც ქვა იხსნება ვიწრო ნაპრალებად, რომლებიც ზუსტად იმდენად ფართოა, რომ ადამიანის სხეული დაეტიოს. შეაცურებ თავს შიგნით, ზურგს ერთ მხარეს აკრდნობ, ფეხებს მეორეს და ნელ-ნელა ინჩ-ინჩ ზემოთ იცევ. მისი სირთულის დონე 5.9 ია ცოცვის სირთულის სკალაზე. ეს მნიშვნელოვნად დაბალია იმ სირთულის დონეებზე, რომლებზეც დერეკ ჰერშეი ყოველდღე ადიოდა ელ-ელდორადო კანიონში გასახურებლად. ასე რომ, უკვე იცით რა გააკეთა დერეკმა. ის მარშრუტის საცხის წერტილთან დაახლოებით შუადღეს მივიდა, სარცი დაიყარა ხელებზე და თოკის გარეშე დაიწყო ასვლა. ეს რამდენიმე საათში უნდა დასრულდეს. ის თანმიმდევრულად მიიწევდა ზევით, მონაკვეთი მონაკვეთზე. ყოველი მოძრაობით ხეობა უფრო და უფრო შორს რჩებოდა მის ქვემოთ. მაგრამ სადღაც ასვლის შუაში წვიმა დაიწყო. იმ დროისთვის დერეკი თითქმის დარწმუნებით უკვე მარშრუტის ზედანახევარში იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას გადაწყვეტილების მიღება მოუწევდა. ან ეხლა უნდა დაეტოვებინა და ჩამოსულიყო, ან კი ბოლომდე ასულიყო. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ იყო. გახსოვდეთ, დერეკი თოკის გარეშე ადიოდა, ასე რომ უბრალოდ თოკით ვერ დაეშვებოდა. ჩამოსვლა ნიშნავდა, რომ მას უკან უნდა გაევლო ყველა ის მონაკვეთი, რომელიც უკვე აევლო და ხელით მოეძებნა საკრდენები, ახლა უკვე სველ და მოლიპულ კლდეზე, რომლებსაც ვეღარ ხედავდა. ეს უბრალოდ ძალიან საშიში იყო. მართლა მხოლოდ ერთი ვარიანტი იყო. ამიტომ დერიკმა, რომელსაც 23 წლიანი გამოცდილება ჰქონდა, მიიღო ის გადაწყვეტილება, რასაც აქამდე ყველა წარმატებული სოლო ასვლაც ამართლებდა. მან გააგრძელა ცოცვა. სველ კლდეზე პირველად არ ცოცავდა. მსუბუქი წვიმა 5.9 სირთულის მარშრუტზე გაჩერების მიზეზი არ იყო. ერთ წამში დერიკი მაღლა ადიოდა, როგორც მანამდე 10,000 ჯერ გაუკეთებია, ხელებით კლდეს გრძნობდა, სხეული კი ჩვეულებრივ მოძრაობდა. და შემდეგ ფეხი უბრალოდ დაუცდა. არაფრით დრამატულად. ეს ისეთი პატარა მოძრაობა, რომელსაც მისი სხეული მშრალ კლდეზე ავტომატურად გამოასწორებდა, ისე რომ გონებას ვერც კი შეემჩნია. მისი სხეული უკან გადაიხარა, როცა ხელები კედლისკენ გაიწოდა, სასოწარკვეთილად ცდილობდა კლდეს მოჰკიდებოდა, როგორც ამას 23 წლის განმავლობაში აკეთებდა ცოცვისას, მაგრამ ამჯერად უკვე გვიანი იყო. დერეკი სენტინელის კლდის პირიდან 800-ზე მეტ ფუტზე გადავარდა. არც ერთი მოწმე არ იყო, რომ დახმარება გამოეძახა, არც პარტნიორი, რომ პირველადი დახმარება გაეწია, არც თოკი, რომ დაცემისას შეეჩერებინა. მაინტერესებს, რა გაიფიქრა ბოლო წამებში. უცაბედი შეჯანჯღარება, გააზრება, ხელები რომლებიც რაღაცას ეძებენ, რაც იქ აღარ არის. ფსიქოლოგები, რომლებიც ექსტრემალურ სპორტებს იკვლევენ, გვეუბნებიან, რომ მოულოდნელი ვარდნის მომენტებში ტვინი ისე არ პანიკიორობს, როგორც ადამიანების უმეტესობას წარმოუდგენია. დრო ნელდება. გონება საოცრად ნათელი ხდება, მთლიანად კონცენტრირდება ამჟამინდელ მომენტზე, ისე რომ ეს თითქმის სიმშვიდეს გავს. რასაც ის იმ მომენტში გრძნობდა, ალბათ არასდროს გავიგებთ. დერეკი იმ დღეს, 1993 წლის 28 მაისს, ხეობის იატაკიდან 850 ფუტის სიმაღლეზე მდებარე ბაქანზე მძიმედ დაეშვა. დარტყმა მყისიერი და საბოლოო იყო. იმ საღამოს, მისი მეგობარი და მეკლდეურე პარტნიორი, კრეიგ ლუბინი ბანაკში ელოდა. ეს მაშინვე საგანგაშო არ ყოფილა. დერეკი ხანდახან თავარ მიზანს რომ ასულებდა, დამატებით მარშრუტებსაც ამატებდა. ხანდახან ეს იმას ნიშნავდა, რომ ღამეს მთაზე გაუთვალისწინებლად ატარებდა. მაგრამ როცა 29 მაისს დილით მის კარავს შეამოწმა და ცარიელი დახვდა, კრეიგმა მაშინვე 9-1-1-ზე დარეკა. საძიებო ჯგუფები ხეობაში დერეკის მოსაძებნად განლაგდნენ. დაახლოებით დილის 9 საათზე. სხვა მთამსვლელებმა სხეული შენიშნეს. Sentinel Rock-ის ძირიდან 850 ფუტის სიმაღლეზე მდებარე ბაქანზე. მათ კრეგს დაურეკეს, რომ დაედასტურებინათ ის, რაც უკვე იცოდნენ, მაგრამ აღიარება არ შეეძლოთ. როცა კრეგი მივიდა, დაცემა იმდენად მძიმე იყო, რომ დერიკის ამოცნობა მხოლოდ მისი ტანსაცმლით შეძლო. ის მხოლოდ 36 წლის იყო.
შემდეგ დღეებში ყველას ოფიციალური რეაქცია მწუხარება კი არა, უარყოფა იყო. ასეთი შემთხვევა დერიკის გამოცდილების მქონე კაცს არ უნდა დამართნოდა. ეს უბრალოდ არ უნდა მომხდარიყო. და ისინი მართალნი არიან, ამას აზრი არ აქვს, მაგრამ როცა ფაქტებს თანმიმდევრობით აწყობ, საშინელი სურათი იკვეთება. გარიკმა 2 დღით ადრე ელ კაპიტანზე 16 საათი გაატარა 1 ქილის პეპსით. კუნთების დაზიანება, რომელიც თითქმის არაფერზე სირბილისგან მიიღება, ერთდღიანი დასვენების შემდეგ არ ქრება და ღლილობა უბრალოდ შენს ტემპს კი არ ანელებს. კვლევები გვიჩვენებს, რომ ეს ცვლის ტვინის მიერ საფრთხის აღქმის პროცესს. ის ამცირებს იმწამიერ რეაქციებს და ავტომატურ კორექციებს, რომელსაც თქვენი სხეული გააზრების გარეშე აკეთებს. შემდეგ აღდგენისას მან წვიმას გადააწყდა კლდეებზე, რომლებზეც მთელი დღის განმავლობაში მზის პირდაპირი სხივი არ მოხვედრილა, რამაც ნაცნობი ზედაპირი სრულიად არაპროგნოზირებადი გახადა თოკის და ჩამოსვლის გზის გარეშე. თუ ამ მოვლენებს ცალ-ცალკე განვიხილავთ, დერეკი ალბათ გადარჩებოდა, მაგრამ ორივე ერთად რომ დაემთხვა, ტრაგედია მოხდა. ექსპერტები ამას შვეიცარული ყველის მოდელს უწოდებენ, როცა რამდენიმე მცირე შეცდომა იდეალურად ემთხვევა ერთმანეთს, როგორც შვეიცარული ყველის ნაჭრებში არსებული ხვრელები ერთმანეთზე რომ დაალაგდეს. სანამ უცებ არც არ მოიქმნება პირდაპირი ხაზი ერთი მხრიდან მეორემდე და აღარაფერი რჩება, რაც ხელს შეუშლის იმას, რაც ამ ხაზზე გაივლის. 1993 წლის ინტერვიუში დერიკს კითხეს თავისუფალ ცოცვაზე და იმაზე, ქონდა თუ არა სიკვდილის სურვილი. მან მაშინვე უარყო ეს. არაფერია ისეთი, რაც ასე ცოცხლად მაგრძნობინებს თავს. როცა თოკისა და დაზვების გარეშე მარტო ცოცავ, ყურადღების გაფანტვის უფლება არ გაქვს. მთლიანად კონცენტრირდები მოძრაობიდან მოძრაობაზე გადასვლაზე. არსებობ მხოლოდ 10 მკოში, თქვა მან. 1993 წლის 28 მაისს, სენტინელის კლდის ჩრდილოეთ მხარეს სადღაც, მან ერთხელ დაკარგა ეს კონცენტრაცია. ეს იყო მისი ბოლო შემთხვევა. დერეკ ჰერსი დაიღუპა, რადგან ყველა პატარა, უხილავი შეცდომა იდეალურად დაემთხვა ტრაგედიას, რომელსაც ვერ იწინასწარმეტყველებდა. 2007 წლის 28 ივლისი. ფოგერის კლდეები, ირლანდიის სანაპირო. მაიკლ რიარდენი მარტო ჩამოდის ზღვის კლდეზე. არც თოკი, არც უსაფრთხოების ხვედი. მხოლოდ ატლანტიკის ხმაური მის ქვემოთ და 38 წლიანი კლდეზე წოცვის გამოცდილება. მის ფეხქვეშ ის მარშრუტია, რომელიც ადრე უკვე აუვლია, კლდე მშრალია. პირობები იდეალურია. ის სრულად აკონტროლებს სიტუაციას, როცა 600 ფუტს დაბლა ჩადის. მისი ფოტოგრაფი მეგობარი ნაპირზე დგას, უყურებს მას და უღებს სურათებს ლეგენდარულ ფრისოლო ალპინისტს, რომლებსაც სახში წაიღებს თავის ცოლთან და 13 წლის ქალიშვილთან. და შემდეგ მოულოდნელად გაფრთხილების გარეშე ის გაქრა. ეს მოხდა მაიკლ რიარდონის საშინელი ბოლო წუთებში. ბოლო დროს ბევრი კლდეზე ცოცვის ისტორია გავაშუქე, მაგრამ გულწრფელად რომ თქვა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი და შემზარავია, რაც კი ოდესმე მომიყოლია. იმიტომ რომ 2007 წლის 13 ივლისი მაიკლ რიარდონისთვის ირლანდიაში ბოლო დღე უნდა ყოფილიყო. ბოლო არა უიღბლობის გამო, არამედ როგორც დაგეგმილი იყო. ის იქ ერთი თვე იყო და 30 დღე გაატარა ირლანდიის ატლანტიკის ზღვის კლდეებზე, სადაც ახალ მარშრუტებს ავლებდა იმ კლდეებზე, რომლებსაც არც ერთმა მთამსვლელმა არ შეხებია. ეს იყო 240 მარშრუტი ვალენტიის კუნძულზე 4 მოგზაურობის განმავლობაში და ის დღე ბოლო იყო. მომდევნო დილის გეგმა იყო ბოფორტინში დაჯავშნილი გამოსამშვიდობებელი ვახშამი, ხოლო მეგობრის სახლში ტანსაცმლის ქვეშ სამკაულის ყუთში დამალული ჰქონდა. 3 ერთნაირი ბეჯედი. ერთი მისთვის, ერთი მისი ცოლის, მარსისთვის და ერთი მათი 13 წლის ქალიშვილისთვის. საწყისი გეგმა ამ ბოლო დღისთვის იყო ნავით მშვიდად გასვლა სკელიგის კუნძულებზე, იმ დრამატულ უძველეს ქვის კოშკებზე, რომლებიც პირდაპირ ატლანტიკის ოკეანედან ამოდიან და რომლებსაც ნებისმიერი ვარსკვლავური ომების გულშემატკივარი იცნობს. მაგრამ ცუდმა ამინდმა და ძლიერმა ტალღებმა ეს შეუძლებელი გახადა. ამიტომ მაიკელმა თავის მეგობართან და ფოტოგრაფ დეიმონ კორსოსთან ერთად გადაწყვიტა ვალენტიის კუნძულზე ფოგერის კლდეები დაეთვალიერებინა. ფოგერის კლდეები ირლანდიის სანაპიროსთან მდებარე 600 ფუტის სიმაღლის შავი ვულკანური ქანებია, რომლებიც პირდაპირ ღია ოკეანეში ეშვება. ქვედა ნაწილში არც უსაფრთხოების ბაქანი და არც სანაპიროა, მხოლოდ ატლანტის ოკეანია. ღია ოკეანის 324 კვინტილიონი გალონი პირდაპირ კლდის ძირს ეცემა. მრისხანება ყველაფრისა, თუ ყველას მიმართ, ვინც მის ფეხებთან დგას. იმ დღეს ისინი კლდეებთან მცირე ნისლში მივიდნენ. ცვიმა მთელი გზა მათ მანქანას ასხამდა და მაშინაც წვიმდა, როცა ჩანთები და აღჭურვილობა გამოიტანეს. დეიმონი გაციებული იყო, უბედური და სურდა რომ დღე მალე დასრულებულიყო. მაგრამ მაიკლი კარგ ხასიათზე იყო. მან დეიმონი კლდეების ძირში, ვიწრო კლდოვან ყურეში ჩაიყვანა. ისინი გაჩერდნენ ზუსტად 15 ფუტით ზემოთ, ღრიალებადი ატლანტის ოკეანის.
გიგანტური ტალღები ყველგან მათ გარშემო ეცემოდა. ზღვის მარილიანი წყლის შეფებს ძლიერად აფრქვევდა კლდეებზე. დედამიწაზე თითქმის ყველა სხვა ადამიანისთვის ეს ისეთი ადგილი იყო, საიდანაც უკან უნდა დაეხიათ. მაგრამ მაიკელი უბრალოდ გაიღიმა, სიტყვაც არ დაუძრავს. კლდისკენ მიბრუნდა და დაიწყო მომზადება ასასვლელად, როგორც ყოველთვის, თოკისა და უსაფრთხოების ხვედის გარეშე. მხოლოდ მისი საცოცი ფეხსაცმელი, ცარცი თითებზე და აბსოლუტური თავდაჯერებულობა, რომელიც წლების განმავლობაში კლდის თინაშე შეუძლებელ სირთულეებთან დაპირისპირებით დაიხვეცა. იმ დღეს ის მარშრუტი, რომელსაც მაიკელი ეჭიდებოდა, შეფასებული იყო როგორც 5.12a, თითქმის მაქსიმუმი იმისა, რისი გაკეთებაც ადამიანის სხეულს კლდეზე შეუძლია. პროფესიონალ მთამსვლელები წლების განმავლობაში ვარჯიშობენ მხოლოდ იმისთვის, რომ სცადონ ამ დონის მარშრუტი თოკით, ქვემოთ მყოფი პარტნიორით და თანამედროვე კლდეზე ცოცვაში, ხელმისაწვდომი ყველა დამცავი საშუალებით, რომელიც თავზე კედელზე აქვთ მიმაგრებული. მაიკელი ამ კონკრეტულ მარშრუტზე ამ კლდეზე არასდროს ყოფილა, არც არავინ სხვა. კლდის ზედაპირზე ყოველი მოძრაობა იყო კითხვა, რომელსაც ის რეალურ დროში პასუხობდა. ატლანტიკის ოკეანე მის ქვემოთ 30 ფუტით იყო და მისა და ოკეანეს შორის მხოლოდ მისი უნარი იყო. წაიკითხა კლდე, რომელიც მან არასდროს უნახავს. ამას მთამსვლელები on-site free solos უწოდებენ. ეს ითვლება ყველაზე საშიშ რამედ, რაც ადამიანს შეუძლია ნებაყოფლობით გააკეთოს კლდის ზედაპირზე. თუ გაინტერესებთ, რატომ აირჩია მან ეს ნებაყოფლობით, მიზეზი ისაა, რომ მაიკლ რიარდონი უბრალოდ ისე არ ცხოვრობდა, როგორც უმეტესობა ცხოვრობს. 1965 წლის 1 მაისს, Quonset Point-ის საზღვაო ავიაბაზაზე, როდ-აილენდში დაბადებულ მაიქს დედა ძალიან პატარა ასაკში მიატოვა. ის მამასთან ერთად იზრდებოდა, ქვეყნის მასშტაბით ერთი ადგილიდან მეორეში გადადიოდა, ზოგჯერ მუდმივი მისამართის გარეშე, ზოგჯერ კი მთელი კვირა მხოლოდ ბაბუაწვერას სუპით იკვებებოდა. არც ერთი უსაფრთხოების ბადე ან დამცავი ბალიში. ცხოვრების დასაწყისიდანვე გაურკვევლობა მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. ეს უბრალოდ სამშაბათი იყო. 1984 წელს, როცა 19 წლის იყო, კალიფორნიაში გადავიდა იმ დროს, როცა ერთ შემოსავალზე სახლის ყიდვა შეიძლებოდა და კლდეზე ცოცვა მხოლოდ იწყებდა ჩამოყალიბებას როგორც სერიოზული დისციპლინა. უბრალოდ შეპყრობილი კაცებისა და ქალების პატარა ჯგუფები, დაძველებული ვანებით მიხავდათ თავი შორეულ კლდეებთან და კლდეზე ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, რისთვისაც ჯერ სიტყვებიც კი არ არსებობდა. მაიკელი თავით გადაეშვა იმ სამყაროში. დაახლოებით 1987 წელს, გამოცდილი მთამსვლელი სახელად სტივ ვერბელოუ მაიკელს კალიფორნიაში მდებარე ტეკიტსის კლდეს გააცნო. 1000 ფუტიანი გრანიტის კედელი, რომელზეც სერიოზული მთამსვლელები 10 წლეულების განმავლობაში ცდიდნენ საკუთარ თავს. და სწორედ იქ დაიწყო ყველაფერი. მაიკელი მომდევნო 20 წელს გაატარებდა სამთამსვლელო მიღწევების დაგროვებაში, რომელმაც ამ მზარდ სპორტში საზღვრები გაარღვია. მან 4900 მილზე მეტი ვერტიკალური კლდე აიარა. საკონტექსტოდ რომ წარმოვიდგინოთ, ეს საკმარისია ევერესტის მთაზე ბაზიდან მწვერვალამდე ასასვლელად 900-ზე მეტჯერ და ამ ყველაფრის უმეტესობა თოკის გარეშე იყო შესრულებული. სანამ მთამსვლელთა დანარჩენი საზოგადოება იწყებდა რბილი მატების, სპეციალური აღჭურვილობისა და უსაფრთხოების მკაცრი პროტოკოლების გამოყენებას, მაიკლი საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა. ის დიდი გულშემატკივარი იყო ჯონ ბეიკერის, თავისუფალი სოლო მთამსვლელის, რომელიც 1970-იანი წლების ბოლოდან ისეთ სირთულეებს ადიოდა, რომლებსაც სხვები თოკის გარეშე არც კი ეკარებოდნენ. ბეიკერის მსგავსად მაიკლი ამერიკის ყველაზე რთულ კლდეებთან ჩნდებოდა, ლურჯ ჯინსებსა და კაშკაშა წითელ ბამბის მაისურში. არც თოკი და არც უსაფრთხოების ხვედი, რადგან მიაჩნდა, რომ თოკი ღუზასავით იყო და კლდის სუფთა მოძრაობაზე კონცენტრირებაში უშლიდა ხელს. თავისუფლების უფრო ძლიერი შეგრძნებისათვის, ზოგჯერ სუპერმენის შორტებით ადიოდა კლდეზე. კიდევ უფრო მეტი თავისუფლებისთვის, ერთხელ სრულიად შიშველი ავიდა კლდეზე. ის იყო ხმაურიანი, მხიარული და უგულებელყოფა შეუძლებელი მთამსვლელი. მაგრამ კლდეზე ის იყო სრული პროფესიონალი. ყოველი მოძრაობა გაზომილი იყო, ყოველი ნახტომი წინასწარ კარგად გააზრებული. ის მიედინებოდა როგორც წყალი, როგორც ბრიუს ლი კლდეზე. იმ დროის უმეტესმა თავისუფალმა სოლოისტმა ახალი მარშრუტი ჯერ თოკით დაათვალიერეს, სანამ ცდას დაიწყებდნენ. მაიკლმა ეს კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაიღო. ის ცნობილი იყო იმით, რომ ასრულებდა on-site პირველ ასვლებს, რაც ნიშნავს, რომ პირველად ადიოდა სრულიად ახალ, არასდროს შეხებულ კლდეზე, თოკის ან ჩაჭიდებების წინასწარი ცოდნის გარეშე. ეს შეიძლება უგუნურად ჟღერდეს, მაგრამ ის უარს ამბობდა ისეთ ასვლებზე, რომელსაც სხვები თვალდახუჭულები გააკეთებდნენ, უბრალოდ იმიტომ, რომ მას სწორად არ ეჩვენებოდა. სოლო კლდეზე ცოცვა მისთვის ცხოვრებისეული სურვილი იყო. მას უნიკალური მიდგომა ჰქონდა კლდეზე ცოცვაში, რომელსაც თავად 8 ფუტის კვერცხის ნაჭუც უწოდებდა. როდესაც კედელზე თოკის გარეშე იყო, მის გონებას უხილავი პერიმეტრი ჰქონდა. არ არსებობდა არც წარსული, არც მომავალი, არც დაცემის შიში, არც ქარის ღრიალი და არც ასობით ფუტით ქვემოთ მიწა. მხოლოდ შემდეგი მოძრაობის აბსოლუტური სისუფთავე.
თუ მამას ეზოში ძრავებს აწყობდი ბავშვობაში, ზუსტად იცი როგორი შეგრძნებაა ეს მდგომარეობა. მაიკლი იქ მუდმივად ცხოვრობდა. და რასაც მაიკლმა იმ კვერთხის ნაჭუჭის მენტალიტეტით მიაღწია, ნამდვილად თითქმის დაუჯერებელია. თავის საუკეთესო წლებში მაიკლი თითქმის ყოველ დღე მარტო ადიოდა. და არა მხოლოდ რთულ კედლებს, მაიკლი მარტო ადიოდა გათბობის, გაგრილების და სავარჯიშო მარშრუტებზეც. ყველაფერს. ერთხელ 2004 წლის აპრილის ბოლოს მაიკლი მანქანით გაემგზავრა ჯოშუა ტრის ეროვნულ პარკში, რომელიც სამხრეთ კალიფორნიაში მდებარეობს და ალპინისტების სამოთხეა, 8000-ზე მეტი დოკუმენტირებული მარშრუტით განთქმულ კლდოვან წარმონაქმნებზე გადანაწილებული. მას სურდა რამდენიმე მარშრუტის გავლა წილის წინ. ამის ნაცვლად მან 19 საათი უძილოდ გაატარა და 280 მარშრუტი თავისუფალი სოლოით ერთ უწყვეტ ცდაში გაიარა. ზოგიერთი მათგანი სირთულით 5-13 ამდე იყო შეფასებული. ეს ისეთი ექსტრემალური ასვაა, რომ კედელი უკან იხრება და ერთადერთი რაც შენ სიცოცხლეს იცავს, მონეტას ზომის ხელის დასაჭერები არიან. მისი მთლიანი ასვის მანძილი მთელი ამ გამოცდის ბოლოს ერთ თრეში 2 ვერტიკალური მილისტოლი იყო. მოგვიანებით, იმ ოქტომბერში, მან გადაწყვიტა 30 დღეში 1000 სოლო ასვლა დაესრულებინა. ეს ნიშნავს დაახლოებით 33 სოლო ასვლას ყოველ დღე, ერთი თვის განმავლობაში. ის პარკში განთიადამდე მიდიოდა და იქ დაბნელების შემდეგაც რჩებოდა. გადაადგილდებოდა კლდიდან კლდეზე მხოლოდ თავისი ფეხსაცმლითა და ცარცის ჩანთით. მის ყველაზე ნაყოფიერ დღეებში ის სოლო ასვლით 15000 ვერტიკალურ ფუტზე მეც გადიოდა. ეს იგივეა, რაც Empire State Building-ზე ასვლა დღეში 12 ჯერ მზის ჩასვლამდე. შემდეგ წელს, 2005 წლის აგვისტოში, მან აირჩია ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მთის მარშრუტი, პალისეიდის ტრავერსი სიერა ნევადის მთებში. ეს არის დაკბილული 9 მილიანი ქედი, რომელიც 26 სხვადასხვა მთის მწვერვალს აერთებს, რომელთაგან 6 14000 ფუტზე მეტ სიმაღლეზეა. პირველმა გუნდმა, რომელმაც ეს მარშრუტი სრულად გაიარა, 7 დღე გაატარა გზაზე და ერთი სრული კვირა მანამდე საკვების და მარაგების დამალვაში დახარჯა. მეორე გუნდმა მის წინ იგივე 12 დღეში შეძლო. მაიკლმა მარშრუტზე წინასწარ დამალული არაფერი არ ჰქონდა. ის 22 საათის შემდეგ დაასრულა. ესეთი ადამიანი, ესეთი მთამსვლელი იღბლით არ გადარჩება. ის გადარჩება იმიტომ, რომ ვერტიკალურ სამყაროზე აბსოლუტური, სრული კონტროლი აქვს. ის ზუსტად იცის რას აკეთებს და ზუსტად იცის რისი შესაძლებლობა აქვს მის სხეულს. სანამ ირლანდიაში წავიდოდა, მაიკლმა მეგობარსა და ჟურნალის რედაქტორს კონფიდენციალურად გაუმხილა, რომ მისი საბოლოო გეგმა იყო ელ კაპიტანზე მარშრუტი, სახელად ფრირაიდერი, თავისუფალი სოლო სტილით გაევლო. ეს მარშრუტი პირდაპირ 3000 ფუტის სიმაღლის კალიფორნიის გრანიტზე გადიოდა. თუ კლაიმბინგს ადევნებ თვალს, იცი რომ ეს ზუსტად ის მარშრუტია, რომელსაც ალექს ჰონოლდი 10 წლის შემდეგ თოკის გარეშე აივლიდა და გლობალურ სიმბოლოდ იქცეოდა. მაიკლ რიარდონი ჩუმად გეგმავდა, რომ ეს პირველი გაეკეთებინა. მთელი ეს თვე ირლანდიაში მისთვის იყო გონებისა და სხეულის მომზადება კლაიმბინგის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯილდოსთვის. ასე რომ, როდესაც მაიკლმა 2007 წლის 13 ივლისს ფეხი დაადგა კედელზე, რომელიც მანამდე არავის აევლო, ალბათ თავის თავს შეახსენა რა იყო ეს ასვლა. სავარჯიშოც და პროცესის ნაწილი. მაიკლის მარშრუტი იმ დღეს კლდის ჩრდილოეთ მხარეს იყო, სადაც მუქი შავი სერპენტინის ქვა პირდაპირ ატლანტის ოკეანეში ეშვებოდა. დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით, დეიმონი პირდაპირ მხარეს, ბრტყელ კლდოვან თაროზე იდგა და ცოცვის ფოტოებს იღებდა. მათ შორის ვიწრო ნაპრალი იყო, სადაც ატლანტის ოკეანის მღელვარე წყალი მიედინებოდა. პირველი მოძრაობები ყველაზე რთული იყო. სველი ქვა და ცარცის ხაზის არქონა ნიშნავდა, რომ მისი თითები უცნობი შავი სერპენტინის ზედაპირზე ეძებდნენ დასაჯერს. იმ სირთულის დონეზე, რომლითაც მისი ასასველი, კლდოვანი მონაკვეთები იყო შეფასებული. საუკეთესო პირობებშიც კი დასაჭერები სამართებელივით თხელია. დღეს ისინი დაფარული იყო სველი მარილით ტალღების შეჯახებისგან. მის ქვემოთ ატლანტიკის ოკეანე მთელი თავისი მძაფრი ძალით ურტყამდა კედლის ძირს. ერთი სველი ფერსაცმლის მოცურება, ერთი მოტეხილი დასაჭერი და ის უკუსვით ჩავარდებოდა ქაფიან მოღელვებულ წყალში. მაგრამ მაიკლი რეალურ დროში კითხულობდა ცარიელ ქვას. ცარცით დაფარულ თითებს უხილავ კიდეებზე აჭერდა და რეზინის ფეხსაცმელს სველ ქვაში ფეხის პატარა დასაკრდენებზე აჭერდა. ის მოძრაობდა მოქნილი, შემაძრწუნებელი გრაციოზულობით, კლდეზე აბსოლუტური მექანიკური სიზუსტით, ზემოთ მიიწევდა. ზემოთ და ზემოთ ადიოდა, სანამ ნელა და ფრთხილად არ მიაღწია მწვერვალს. პირველი ასვლა დასრულებულია. მან წამით შეჩერდა მწვერვალზე, მის უკან უსასრულოდ იშლებოდა ატლანტის ოკეანე, ზურგს უკან ირლანდია, ფეხქვეშ კი მუქი შავი კედელი.
ყველაფერი რაც უნდა გაეკეთებინა, იყო ჩამოსვლა. ამჯერად ის სრულიად განსხვავებულ მარშრუტზე ეშვებოდა, რომელიც უფრო იოლ 5.10 სირთულის მარშრუტად იყო შეფასებული. მაგრამ აი რაც უმეტესმა ადამიანმა არ იცის, თოკის გარეშე ცოცვაზე. ჩამოსვლა გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ასვლა. როცა ადიხარ, შენი თვალები გზას გაჩვენებს. შეგიძლია დაინახო ქვა, დაგეგმო მიმდევრობა და შენი სხეული მიხვება. დაბლა ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ბრმად ცოცავ. შენი საკუთარი სხეული გიფარავს ხედვას შენს ქვემოთ კედელზე. უნდა ჩამოუშვა მთელი შენი სხეულის წონა სიცარიელეში. ამ დროს ფეხი ქვემოთ გაწიო და ენდო, როგორც შენს მოჭერის ძალას, ასევე მეხსიერებას, რომ იპოვო საპარსის პირივით თხელი შვერილი, რომელსაც ვერც კი ხედავ. ერთი არასწორი გამოთვლა, ერთი ფეხი 1 ინჩით მარცხნივ და გრავიტაცია იმარჯვებს. მაგრამ მაიკლი გადარჩა. საღამოს 5 საათისთვის. მისი რეზინის ფეხსაცმელები შეეხო პატარა ბაქანის ბრტყელ ქვას, რომელიც კლდის კედრიდან გამოშვერილ ბრტყელ ფილაზე იყო. არა მიწას ან სანაპიროს, არამედ პატარა ქვის თაროს, რომელიც დაახლოებით 15 ფუტის სიმაღლეზე, პირდაპირ მღელვარე ატლანტიკის ზემოთ იყო. ქვა მის ფეხქვეშ შავი იყო, სქელი, სველი წყალმცენარეებით დაფარული და ისეთივე სრიალა, როგორც ყინული. ეს ადგილი უსაფრთხო არ იყო დიდხანს დარჩენისთვის, მაგრამ მას არც ჰქონდა ასეთი გეგმა. მან გააკეთა ის, რისთვისაც ვალენსიის კუნძულზე იყო მოსული. მის პირდაპირ, ვიწრო ყურის მეორე მხარეს, დაახლოებით იმავე სიმაღლეზე, მისი მეგობარი დეიმონი მთელი ასვლის განმავლობაში კამერით ხელში იდგა და ყოველი შემაძრწუნებელი მოძრაობა იღებდა. თავიდან ეს ამაღელვებელი იყო, მაგრამ მეგობრის გადარჩენის ყურებისგან მიღებული ადრენალინი უკვე გამქრალიყო. დეიმონი იყინებოდა, გაყინული წვიმისგან ძვლებამდე სველი იყო და უკვე ძალიან უნდოდა სასტუმრო სითბოში დაბრუნება. მან კამერა ჩამოსწია, სახიდან წყალი მოიწმინდა და მყვირალა ტალღების ხმაურზე გადაძახა, რომ დრო იყო ყველაფერი ჩაელაგებინათ და წასულიყვნენ. მთელი ერთთვიანი მოგზაურობა ოფიციალურად დასრულდა. დამონთან დასაბრუნებლად, მაიკლს მხოლოდ უნდა გადაელახა ვიწრო ზოლი, მოღელებული ოკეანის წყლისა, სადაც ატლანტიკის ტალღები მათ შორის მიედინებოდა და უკან იწევდა. ცოცვა საჭირო არ იყო, მაგრამ უბრალოდ გადავლასაც ვერ შეძლებდი. უნდა დაგეცადა დიდი ტალღებს შორის შესვენებას, სწრაფად გაგევლო და მეორე მხარეს მისულიყავი, სანამ შემდეგი ტალღები მოვიდოდა. როცა მაიკლი ელოდა, ირგვლივ მიმოიხედა. შხუილიანი ტალღები, რომლებიც ყურეში შემოდიოდა, ატლანტიკის ოკეანის დაუცხრომელი ტალღები იყო, 3000 მილის მანძილზე შეუჩერებლად მოსული, რომლებიც ამ ვიწრო არხში იჭრებოდნენ და შავკლდის კედლებს ყველა მხრიდან ეჯახებოდნენ. ეს ძალადობრივი სანახაობა იყო. ეს მშვენიერი იყო. მაიკლმა გადაწყვიტა ეს ხედები სამუდამოდ დაემახსოვრებინა. მაიკლმა მძიმე ნისლში გაიხედა დეიმონისკენ და დაუკვირა, რომ ჯერ კიდევ არ უნდოდა წასვლა. მან თავის მეგობარს უთხრა, კამერა ისევ აეწია და კიდევ რამდენიმე ბოლო ფოტო გადაეღო, რომ ეს დღეს ამახსოვროთ დარჩენოდათ. მან სთხოვა გადაეღო ფოტო, სადაც ის სწორედ იმ ფილაზე იდგა, პოზირებდა და მის უკან უზარმაზარი მძვინვარე ტალღები კლდეებს ეჯახებოდა. დეიმონმა გაღიზიანებული ამოიოხრა და თვალები გადაატრიალა. მოდი მაიკ, დროა აქედან გავიდეთ, გაიფიქრა მან. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მას სციოდა და სახლში წასვლა უნდოდა, ის კარგი მეგობარი და გატაცებული ფოტოგრაფი იყო. ამიტომაც დათანხმდა. მან მძიმე ობიექტივი ისევ თვალთან მიიტანა. მაიკლი მძვინვარე ატლანტის ოკეანის ფონზე ჩასვა და გადაღება დაიწყო. და სწორედ მაშინ ჩაიკეტა მახე. ხედავთ, როცა მაიკლი მოდუნებული იდგა, ოზას იღებდა და სრულიად მშვიდად იყო ატლანტის ოკეანეში, ყინულივით სრიალა კლდეზე, ცხალი ქაოტური გაუთვალისწინებელი ენერგიით დუღდა. ვალენსიას კუნძული ევროპას ზუსტად კიდეზე მდებარეობს. მისა და ამერიკას შორის კი 1000 მილი ღია ოკეანია. ყოველი ქარიშხალი, რომელიც ამ ოკეანეს კვეთს, თავის ენერგიას პირდაპირ ამ კლდეებში აგზავნის. და ჩაულებრივ. ამას ამოიკითხავ კიდეც. შეგიძლია გაიგონო, როგორ ძლიერდება ტალღები. შეგიძლია დაინახო, როგორ მოდიან ისინი. შეგიძლია მათი შუალედი გათვალო. მაგრამ ზოგჯერ ტალღა შედის ვიწრო შესასვლელში და გეომეტრია მას შეკუმშავს და აძლიერებს დიდ, სწრაფ, მასიურ ტალღად, რომელიც ყველაფერს თავის გზაზე წალეკავს. და ოკეანე არ აფრთხილებს, როცა ეს უნდა მოხდეს. როცა დეიმონი სურათებს იღებდა, კამერის ობიექტივში წამებში დაინახა, რომ მასიური ტალღა პირდაპირ შესასვლელისკენ იხრებოდა და პირდაპირ იმ მონაკვეთზე მიემართებოდა, სადაც მაიკლი იდგა. რამდენიმე წამში ტალღამ დაარტყა. შემდეგ რაც მოხდა, სასტიკი იყო. მაიკლს გარშემო წყლები მძაფრად აიცია რამდენიმე ფუტით და პირდაპირ გადაესხა იმ ერთ ბრტყელ პლატფორმას, სადაც მაიკლი იდგა.
დრო არ იყო. სკალი მაიკლს მუხლებში სატვირთო მატარებლის ძალით დაეჯახა და ფეხებიდან დააგდო, ზურგზე დააგდო, წყალმცენარეებით დაფარულ ქანზე, როცა წყალი ყველგან მის გარშემო ღელავდა. იმ წამს, როცა ტალღამ დაარტყა, მაიკლ რიორდონის 20 წლიანი გადარჩენის ინსტინქტი მაშინვე ამოქმედდა. პანიკა არ დაუწვია, მაღლა აიხედა და პლატფორმის ზემოთ უფრო მაღალი თარო დაინახა. თუ მას მიაღწევდა, ტალღა ვეღარ მისწვდებოდა. ხელი მისკენ გაიწვდინა და მაშინვე ასვლას სცადა. მისი თითები თეთრად მიეკრო შავ სერპენტინს. ეძებდა რამეს, რაზეც შეეძლო ჩაჭიდება, რამეს, რომლითაც თავს წყლის წვდომის ზემოთ აიკაჩავდა. მან იპოვა კიდე და ჩაეჭიდა. მისი ხელები უკვე მასზე იყო, თითქმის მოახერხა. მაგრამ ტალღები უბრალოდ არ ეჯახებიან. ისინი უკან იხევენ. ცხალი ფოგერის კლდეების ძირას უბრალოდ ჩვეულებრივი ზღვა არ არის. კლდეების ფორმის გამო ის გიგანტურ სარეცხ მანქანასავით მოქმედებს. ამიტომ, როცა ატლანტიკის უზარმაზარი ტალღები კლდის წინა მხარეს ეჯახება, წყალი უკან ბრუნდება და ქმნის მძვინვარე, მბრუნავ დინებებს, რომლებიც უზარმაზარი, დამანგრეველი ძალით ქვევით ეკაჩება. მაიკლი კვლავ მძვინვარედ დაარტყა უკუქცევამ. მან ხელი გაუშვა და ვარდებოდა. მაგრამ მაინც, მან ხელები წინ გაიშვირა, რომ ზედაპირს ჩასჭიდებოდა, ცდილობდა რამეს, ნებისმიერ რამეს ჩასჭიდებოდა. მაგრამ იქ არაფერი იყო. იმ მონაკვეთის ზედაპირი წყალმცენარეებით დაფარული ქვა იყო, რომელიც არც ხახუნს იძლელეოდა, არც ჩაჭიდების საშუალებას, არაფერს. ათასობით გალონი მძიმე წყლის ძალა, რომელიც მას მიათრევდა, აბსოლუტური იყო და პირდაპირ მიათრევდა. არაფერი შეეძლო გაეკეთებინა. მაიკლი წყალმცენარეებით დაფარული პლატფორმის კიდიდან გადაათრიეს, რომელიც 15 ფუტის სიმაღლეზე იყო და ატლანტის ოკეანის მღელვარე წყლებში ჩავარდა. და როგორც კი წყალში ჩავარდა, დინებებმა მაშინვე შეიფხრეს და კლდისგან შორს ღია ოკეანისკენ წაიღეს. სულ რამდენიმე წამში, თითქოს საერთოდ არ იწონიდა. დეიმონმა შოკისა და საშინელებისგან კამერა თვალიდან მოიშორა და მაიკლის სახელს ღრიალებდა ქარის გუგუნში. ის სწრაფად მიიჭრა შესართავის კიდესთან და თვალს ავლებდა მის წინ მოღელვებულ წყალს. სასოწარკვეთილი ცდილობდა დაენახა მაიკლის წითელი მაისური. რამდენიმე საშინელი წამით მხოლოდ მძვინვარე ოკეანის წყალი ჩანდა. შემდეგ მაიკლი ზედაპირზე ამოვიდა. იმ მომენტისთვის ის ნაპირს თითქმის 165 იარდით იყო მოშორებული. მაშინაც კი როცა ატლანტიკის მოღელვებულ წყლებში იყო, მძიმე ჯინსებითა და კლდეზე ცოცვის ფერსაცმელებით დამძიმებული, მაიკლი მაინც ჯერ კიდევ მოძრაობდა. ის იოლად არ ნებდებოდა. ის ხელებით არტყამდა წყალს, ებრძოდა დინებას, ყველაფერს აკეთებდა, რომ კლდეებთან მიეცურა და ამოძრომოდა. გეიმანი უბრალოდ არ აპირებდა იქ დგომას. მისი პოზიციიდან გეიმანს და მაიკლს შორის მხოლოდ ვიწრო ზოლი, ატლანტის წყალი აშორებდათ. ის დაეშვა ქვემოთ, სასტრაფოდ დაიწყო მათი აღჭურვილობის და ჩანთების ქექვა, რომლებიც თან ჰქონდათ, და ამოიღო სტატიკური ალპინისტური თოკი. ის უკან დაბრუნდა შესართავის დაკბილულ ნაპირზე. ხელში მძიმე თოკი შეახვია და ისროლა მძვინვარე ქარში, სასოწარკვეთილი იმედით, რომ მაიკლი შეძლებდა მის მიღწევას. მაგრამ მან ვერ შეძლო. თოკი მხოლოდ 200 ფუტს აღწევდა. იმ მომენტში მაიკლი უკვე 165 იარდით იყო გასული, თითქმის 3-ჯერ მეტი, ვიდრე თოკის სიგრძე. ის ახლოსაც არ იყო. მისი მეგობარი ღია ზღვაში გახონდა ძალებს, რომლებიც ადამიანის კონტროლს აღემატებოდა. მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო. პანიკა დაეუფლა. მას მობილური ტელეფონი არ ჰქონდა. მისი თოკი უსარგებლო იყო და არ არსებობდა გზა იმ მღელვარე წყალში ჩასასვლელად, რომელიც მის მხისიერ სიკვდილს არ გამოიწვევდა. და მაიკლისგან განსხვავებით, დეიმონის მხარე ყურისა დაკავშირებული იყო კუნძულის დანარჩენ ნაწილთან. მის უკან იყო ბილიკი, რომელიც 1 მილის დაშორებით ვალენსიის სანაპირო დაცვის სადგურზე ადიოდა. ეს იყო ერთადერთი დარჩენილი არჩევანი. მან წყლის იქით მაიკლისკენ დაიკვირა, უთხრა რომ გაეძლო და თვითონ დახმარებისთვის მიდიოდა. შემდეგ მან 1 მილი მაღლა აერბინა ნისლში და წვიმაში, ფეხები და ფილტვები ეწოდა. ჰოველი წამი როცა იქ არ იყო, მაიკლი კიდევ უფრო შორს მიქონდა ტალღებს. 2007 წლის ივლისში, საღამოს 5:15 საათზე, დეიმონმა შეაღო სანაპირო დაცვის სადგურის კარი და სუნთქვა შეკრულმა მოუყვა, რაც მოხდა. მათ დაუყოვნებლივ დაიწყეს მობილიზება. ტალღის პლატფორმაზე დარტყმიდან 15 წუთში ისინი უკვე შემთხვევის ადგილზე იყვნენ. მაგრამ იმ დროისთვის მაიკლი არსად ჩანდა. შემდეგ დაწყებული სამაშველო ოპერაცია ირლანდიის სანაპირო დაცვის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო. 12 მოხალისე სამაშველო ნავი, სანაპირო დაცვის სამაშველო ნავი და სამაშველო ვერტმფრენი ბნელამდე ეძებდნენ.
შემდეგი 48 საათის განმავლობაში ირლანდიის სანაპირო უზარმაზარ საძიებო ზონად გადაიქცა. სამხედრო ბაზებიდან აფრენილი ვერტმფრენები ქვემოთ წყალს ინფრაწითელი სკანერებით ამოწმებდნენ. საზღვაო სამსახურის მღვინთავები, ფეხით მოსიარულე საძიებო ჯგუფები და სხვა პროფესიონალი მღვინთავები ფოგერის კლდეების ძირას მდებარე ყველა წყალქვეშა მღვიმესა და ბზარს გულდასმით ამოწმებდნენ. 2007 წლის 15 ივლისს ხელისუფლებამ ოფიციალურად შეწყვიტა სამაშველო ოპერაციები. არანაირი შანსი არ იყო, რომ მას გადაერჩინა თავი. ყველაფერი რაც დარჩა, იყო მხოლოდ ცხედრის ამოღება. მაშინაც კი მათ ვერაფერი იპოვეს. ვერც მისი სხეული, ვერც მისი ტანსაცმელი, ვერც მისი ფეხსაცმელი, ვერც ის ხელსაბამები, რომლებსაც ატარებდა. მაიკლი უბრალოდ გაუჩინარდა. ის 42 წლის იყო. და მის ბოლო წამებში ის 8 ფუტის დამცავი კვერცხის ნაჭუჭი ალბათ სავსე იყო შიშით. დარწმუნებული ვარ, მას არც კი მიეცა ნახევარი წამი, რომ თავისი პარტნიორი და ქალიშვილი გაეხსენებინა. ალბათ თქვენც იმავეს კითხულობთ საკუთარ თავს, რასაც მე ვეკითხებოდი, როცა პირველად წავაწყდი ამ ისტორიას. ნეტავ რატომ კაცმა, რომლის მთელი ცხოვრება ზუსტი საფრთხის მართვაზე იყო აგებული, გადაწყვიტა საფრთხეში დარჩენილიყო მხოლოდ ფოტოების გადასაღებად. ეხლა აი რა ხდება. ყოველ თვე მე ვაკეთებ ერთ ვიდეოს მხოლოდ Patreon-ისთვის. გაფრთხილებები აშკარა იყო. სხვა ადგილას ამას ვერ ნახავთ. თუ ეს თქვენთვის საინტერესოა, ბმულები აღწერაშია. აქ რამდენიმე რამ მოქმედებს. პირველ რიგში ეს არის ბიოლოგია. როდესაც რეალურ ფიზიკურ საფრთხეში ხართ, თქვენი თირკმელზე და ჯირკვლების სისხლში ადრენალინსა და კორტიზოლს გამოყოფს. გულის სცემა გიჩქარდება, მხედველობა გიმახვილდება, ტვინი მთლიანად კონცენტრირდება თქვენს წინ არსებულ უშუალო საფრთხეზე. ყველაფერი დანარჩენი ქრება. მაიკლმა აღწერილი 8 ფუტიანი კვერცხის ნაჭუჭი უბრალოდ ფილოსოფია არ იყო. ეს იყო მისი ნერვული სისტემა, რომელიც ზუსტად იმას აკეთებდა, რისთვისაც 3 მილიონი წლის ადამიანის ევოლუციამ შექმნა. როგორც კი საფრთხე დასრულდება, ეს ფარი ქრება. ადრენალინის ნახევარდაშლის პერიოდი 1-დან 3 წუთამდეა. იმ დროისთვის, როცა მაიკლი იმ კედლიდან ჩამოვიდა, ის ქიმიური ნივთიერება, რომელიც მაქსიმალურ სიფხიზლეს უნარჩუნებდა, უკვე გამქრალი იყო. მისმა ტვინმა ამოცანა დასრულებულად მიიჩნია, საფრთხე განეიტრალდა, შეიძლება მოდუნება. შენ იცნობ ამ გრძნობას, შენ ქონია ეს, შეიძლება ზღვის კლდეზე არა, მაგრამ ქონია. სახლში დაბრუნება გრძელი, სulis შემდეგ, როცა რთული ნაწილი უკვე უკან დარჩა და შენი გონება უკვე სამზარეულოს მაგიდასთანაა. ზუსტად ამ დროს ჩნდება მეორე მანქანა არსაიდან. და მერე ფსიქოლოგიაც ერთვება. რაც უფრო მეტად იხვეწები საშიშ სიტუაციებში გადარჩენაში, მით უფრო მეტად იწყებს შენი ტვინი ჩუმად იმის გადაგანსაზღვრას, რა ითვება საშიშად. მაიკლი იდგა კედლებზე, რომელთა დანახვაც კი უმეტესობას მოკლავდა და მშვიდად მიდიოდა იქიდან. 2000 წლეულის შემდეგ მის ტვინში ჩამოყალიბდა ძალიან კონკრეტული მოდელი იმისა, თუ რა იყო ნამდვილი საფრთხე. მას ჰქონდა ფორმა, ის იყო ვერტიკალური, ნაპრალებითა და დასაჭერებით. ბრტყელი კლდის პლატფორმა, რომელიც წყლის ზედაპირიდან 15 ფუტით მაღლა იყო, ამ მოდელში არ ჯდებოდა. ის არ გავდა იმ რაღაცას, რომელმაც ოდესმე სცადა მისი მოკლა, ამიტომ მისი ტვინი მას ასე არ აღიქვამდა. გეოგრაფიულადაც, ისეთი დიდი ტალღები, რომლებსაც შეეძლოთ მიეღწიათ იმ კონკრეტულ პლატფორმამდე, რომელზეც მაიკლი იდგა, იშვიათია. მაიკლი თვითონაც იქ იყო 2 კვირით ადრე. უმეტეს დღეებში წყალი იქ რჩება სადაც უნდა იყოს. იმ დღის მეორე ნახევარში მაიკლ რიარდონი რომ დაღუპულიყო, ადრენალინი, რომელიც მის სიფრთხილეს ამოძრავებდა, უნდა გამქრალიყო. მისმა ტვინმა საფრთხე დასრულებულად უნდა ჩაეთვალა. ატლანტიკის ოკეანესთან ერთი თვის მუშაობას, ოკეანის მოღელვებული წყალი საფრთხის ნაცვლად უბრალოდ პეიზაჟად უნდა ექცია მისთვის. და ტალღას ზუსტად სწორი კუთხით, ზუსტად სწორ შესართავში, ზუსტად სწორ დროს უნდა შემოეხვია, რომ ზუსტად იმ პლატფორმამდე მისულიყო, სადაც ის იდგა. ყველაფერი არასწორად უნდა წასულიყო. ყველაფერი ასე მოხდა. 1000ობით მილის დაშორებით, იმ პარასკევის დილით კალიფორნიაში, მარსი რიარდონი შეწუხებული იყო. მან მთელი დილა გაატარა ბრძოლაში გრძნობასთან, რომელსაც სახელი ვერ დაარქვა. მძიმე, დამახჩობელი შეგრძნება, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ვერ გაუძლო ამ ყველაფერს. ამიტომ ტელეფონი აიღო და მაიკლის ნომერი აკრიფა. უბრალოდ რომ გაეგო, როგორ იყო. დეიმონმა უპასუხა. და იმ წამს კაცის ცოლმა, რომელმაც 20 წლიანი შეუძლებელთან ბრძოლა გადაიტანა, ზუსტად იცოდა ის მომენტი, როცა ოკეანემ გაიმარჯვა. ამბობენ, ცოლი ყოველთვის გრძნობსო. მაიკლ რიარდონი ოფიციალურად დაკარგულად ითვლება და სავარაუდოდ გარდაცვლილია. არც შედარია და არც წერტილის დასმის საშუალება. მხოლოდ იმ კაცის მოგონება დარჩა, ვინც თოკის გარეშე ცხოვრობდა და თეთრი ცარცის კვალი, რომელიც ირლანდიის სანაპიროზე მისი ბოლო, სასოწარკვეთილი მცდელობის შემდეგ დარჩა. მაიკლს ჯეროდა, რომ მისი გამოცდილება მას სულად დაუნდობელ გარემოზე კონტროლს აძლევდა.
მაგრამ შემდეგი მთამსვლელი თოლში 26,000 ფუტის სიმაღლეზე ორჯერ მიატოვეს მკვდრად 15 საათის განმავლობაში. მის ცოლს უთხრეს, რომ ის აღარ იყო და ყველაფერი რაც დარჩა, იყო მისი გაყინული ფეხის თითები და ყინვისგან დაზიანებული სახე. მაგრამ შემდეგ მან კიდევ ერთი ზარი მიიღო. არ გამოტოვოთ ჩვენი შემდეგი ისტორია.